რუსეთში უკრაინული რაკეტები წვიმასავით ცვივა. უკრაინამ ისეთი მასიური რაკეტების შტორმი გამოუშვა, რომ რუსეთში მზე გადაფარა. ბაზები იწვის. რუსეთში ყველგან ჯოჯოხეთური სურათია, რადგან მისი ყველაზე ძვირფასი სამხედრო რესურსებიდან მხოლოდ დამწვარი მიწა და უკრაინის მიერ გამოშვებული საშინელი იარარის მეხსიერება დარჩა. პუტინის საომარი მანქანა განადგურებულია, რადგან უკრაინამ რაკეტების ქახნებიდან დაწყებული დრონების საწარმოებამდე ყველაფერი დააზიანა. ეს დატმები მასშტაბური იყო. ისინი მთელი თებერვლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ისინი იწყება ოკუპირებულ დონეცკის რეგიონებში, სადაც უკრაინამ ამერიკული ატაკამსის რაკეტები გამოიყენა, რათა სრულად გაენადგურებინა რუსეთის გეგმები წინსვლისთვის, როგორც თავად დონეცკში, ასევე ახლო მდებარე ზაპოროჟიეს ოლქში. RFU News-ი უცხება თუ რა მოახერხა უკრაინამ. აღნიშნავს, რომ უკრაინამ თავისი ძლიერი ამერიკული რაკეტები გამოიყენა რუსეთის მეხუთე საერთო საჯარისო არმიის გულში დასარტყმელად, ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, ნოვოპეტრივკას დასახლების მახლობლად. ეს არმია ზედამხედოობს რუსეთის ძალებს, რომლებიც მოქმედებენ სამხრეთ უკრაინაში, განსაკუთრებული ყურადღებით ჰულიაპოლასა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. უკრაინამ მეხუთე საერთო საჯარისო არმიის ყოფნას უპასუხა ძლიერი რაკეტით, რომელსაც აქვს 230 კილოგრამიანი ასაფეთქებელი ქობინი, რაც მას საკმარის ძალას აძლევს, რომ გაანადგუროს სარდლობისა და მართვის ცენტრები, ასევე სხვა გამაგრებული ობიექტები. ეს იყო სარდლობის ცენტრი, რომელსაც უკრაინამ დაარტყა დონეცკში, როგორც ამის შესახებ 25 თებერვალს Military Watch-ის ჟურნალმა განაცხადა. ერთდროულ იერიში, რომელიც ასევე მოიცავდა დარტყმებს საბრძოლო მასალის საწყობებზე, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტებზე და ცალკე სარდლობისა და სადამკვირვებლო პოსტზე. უკრაინამ პირველად რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გამოიყენა ატაკამსის რაკეტები, მას შემდეგ რაც მიიჩნეოდა, რომ ქვეყანას ამოეწურა აშშ-ში წარმოებული რაკეტები. სინამდვილეში ბოლოს უკრაინამ ეს იარაღი გამოიყენა 18 ნოემბერს, როდესაც მან დარტყმა მიაყენა რუსეთის ვორონეჟის რეგიონში. რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ ეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა. ასე არ მოხდა. დონეცკში მთელი სარდლობის ცენტრი მწყობრიდან გამოიყვანეს და ეს მხოლოდ რუსეთის პრობლემების დასაწყისია. დარჩით ჩვენთან, რადგან ჩვენ განვიხილავთ უკრაინული დარტყმების მთელ სიას, რომლებიც ამ ათაკემესის იერიზე უფრო ღრმად და ძლიერად მიდის. მაგრამ დავრჩეთ დონეცკში ერთი წუთით. უკრაინამ ATACMS-ის დარტყმით შეანელა რუსული ძალები, რომლებიც სულ უფრო მეტად კონცენტრირდებიან ზაპოროჟიაზე და სამხრეთის სექტორზე. ორივე მოსალოდნელია, რომ გახდება სამიზნე მომავალი გაზაფხულის შეტევისთვის, რომელსაც თან ახლავს კიდევ ერთი შეტევა, სადაც რუსეთი უნდა გამოყოს 100,000 ჯარისკაცი უკრაინის აღმოსავლეთში, უფრო ღრმა შეჭრისთვის. უკრაინის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა 1 მარტს განაცხადა, რომ კრემლს აქვს ამბიციური გეგმა დაიკავოს უკრაინის 4 რეგიონული დედაქალაქი. რუსეთის სამიზნეებშია თავად ზაპოროჟიეს ქალაქი, ასევე ხერსონი, მიკოლაევი და ოდესა. რუსეთს კვლავ აქვს ბუნდოვანი გეგმები უკრაინის ხარკოვისა და სუმის რეგიონებში ბუფერული ზონის შექმნასთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა სრულად ვერ შეძლო 2025 წლის ზაფხულის შეტევის დროს. უკრაინის ატაკამსის რაკეტებმა გაანადგურეს სარდლობის პუნქტი, რომელიც დიდ როლს ითამაშებდა რუსეთის დაგეგმილ შეტევებში. ზაპოროჟიეს რეგიონში განხორციელებულმა კონტრშეტევებმა ასევე აიძულა რუსული ძალები დაეტოვებინათ ის პოზიციები, რომლებიც ამ სამხრეთული შეტევისთვის მნიშვნელოვანი საწესი წერტილები იქნებოდა. RBC უკრაინის ინფორმაციით, თებერვლის მდგომარეობით ჰულიაპოლისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე კონტროლი აღდგენილია 300 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ დაახლოებით 115 კვადრატულ მილზე უკრაინის ტერიტორიაზე. ატაკამსის დარტყმა, რომელიც თვის ბოლოსკენ ვიხილეთ, ბევრად ართულებს რუსეთისთვის ჯარის ორგანიზებასა და ამ ტერიტორიის ხელახლა დაკავებას, და ეს მხოლოდ დასაწყისია. უკრაინის რაკეტები ყველგან დაფრინავენ. შემდეგ ყურადღებას გავამახვილებთ უკრაინის დარტყმების სერიაზე, რომლებიც თებერვლის განმავლობაში რუსეთის დრონების მთლიანი ეკოსისტემის განადგურებას ისახავდა მიზნად. და ეს არ იყო რუსეთის საჰაერო ძალის ერთადერთი ასპექტი, რომელიც უკრაინის რაკეტებმა ამ თვეში გაანადგურეს, მაგრამ ამ საკითხზე ვიდეოში ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. პირველ რიგში რუსეთის დრონები, მათ თებერვალში ძალიან გაუჭირდათ. დაახლოებით იმავე დროს, როცა დონეცკში სარდლობისა და მართვის ცენტრი დამწვარი ლაქად დარჩა, უკრაინა ასევე უშვებდა რაკეტებს კაპტას აეროდრომზე ოკუპირებულ კირიმის ნახევარკუნძულზე. დრონების მხრივ ეს აეროდრომი სამიზნე იყო, იმიტომ რომ ცნობილია, რომ რუსეთი სწორედ ამ აეროდრომიდან უშვებს თავის შაჰიდის ტიპის შორმანძილზე მოქმედ დრონებს უკრაინის ტერიტორიაზე. კიევის პოსტის ინფორმაციით, ეს კონკრეტული დრონების გაშვების ადგილი შეიქმნა 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, რაც უკრაინის რამდენიმე დიდ ქალაქს საფრთხის ქვეშ აყენებს. გამოცემა ასახელებს მიკოლაევს, ხერსონს და ოდესას, რომლებიც შეიძლება იცნობდეთ უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან, რომ რუსეთი 2026 წელს სწორედ ამ მნიშვნელოვან რეგიონულ ქალაქებზე აპირებს კონცენტრირებას. პრობლემა, რომელსაც უკრაინა წააწყდა, არის ის, რომ რუსეთი შაჰიდებს უშვებდა, ამას ომის უმეტეს ნაწილში აკეთებდა. უკრაინის პრობლემა ის იყო, რომ კაჩერის აეროდრომი ბევრად უფრო ახლოსაა უკრაინის ტერიტორიასთან, ვიდრე იმ ადგილების უმეტესობა, საიდანაც რუსეთი აქამდე დრონებს უშვებდა. უფრო ახლო ადგილები ნიშნავს შაჰიდებისთვის უფრო მოკლე ფრენის დროს. და მოკლე ფრენის დროებთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ნაკლები დრო რჩებათ რეაგირებისთვის და შაჰიდების გზიდან გადახვევის რისკიც მცირდება, რადგან მათი ფრენა უფრო ხანმოკლეა. როდესაც უკრაინის რაკეტები კაჩარის აეროდრომზე ჩამოვარდა, ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ უკრაინა ცდილობს გაანადგუროს ეს ახლად განვითარებული დრონების საფრთხე.
დამწვარი დრონების გაშვების ადგილი რუსეთის ძალებისთვის გამოუსადეგარია და როგორც სასიამოვნო ბონუსი, ეს ბოლო კაჩარის დარტყმა მოხდა დეკემბრის შუა რიცხვებში განხორციელებულ დარტყმას, როდესაც უკრაინამ გაანადგურა ANO-6 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. უკრაინა ასეთი ტიპის თავდასხმებით პუტინს მკაფიო გზავნილს უგზავნის. ყირიმი დაუცველია და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ გაანადგუროს რუსეთის დრონების შეტევები. და ამ გზავნილის გასამყარებლად კაჩა არ იყო ერთადერთი დრონებთან დაკავშირებული ობიექტი, რომელიც უკრაინამ რაკეტებითა და დრონებით გაანადგურა თებერვალში. RFU News ამატებს, რომ უკრაინამ ასევე გაუშვა თავისი რაკეტები ქარხნის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს თათრეთის რესპუბლიკაში, რაც რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ამ დარტყმაში სასიამოვნო ირონია იყო. უკრაინამ დრონები გამოიყენა თათრეთის ქარხანაზე თავდასასმელად, რომლებიც ძალიან ჰგავდა იმავე შაჰიდის ტიპის დრონებს, რომელთა წარმოებაზეც ეს ქარხანა პასუხისმგებელია. რუსეთს საკუთარი ანარეკლი მოფრინავდა. მხოლოდ ეს კონკრეტული ანარეკლი აფეთქდა, რაც გაანადგურა ნებისმიერი აზრი, რომ რუსეთი შეიძლება უსწრებდეს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი დრონების მიმართულებით. და სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, შეგვიძლია დავბრუნდეთ ზაპოროჟიეს რეგიონში. იქ უკრაინამ ასევე დაარტყა საწყობსა და ტექნიკის დეპოს, რომელიც ვასილევკას დასახლების მახლობლად მდებარეობს. ეს დეპო დაკავშირებული იყო რუსეთის რუბიკონის დანაყოფთან, რომელიც შესაძლოა იყოს ერთადერთი რუსული უპილოტო ძალების დანაყოფი, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს უკრაინის ელიტურ ოპერატორებს. რადიო თავისუფალმა ევროპამ, რადიო თავისუფლებამ 2025 წლის სექტემბერში ჩაატარა სიღრმისეული გამოძიება რუბიკონის დანაყოფზე და გამოავლინა, თუ როგორ აყენებს მძიმე ზიანს უკრაინის ჯარებს. რაც რუბიკონს უნიკალურს ხდის რუსეთისთვის არის ის, რომ ეს დანაყოფი დაყოფილია რამდენიმე დივიზიად. რუბიკონი გახდა რუსეთის ელიტური ტექნოლოგიური დანაყოფი, რომელიც მოქმედებს უკრაინაში და რუსეთის საზღვისპირა ტერიტორიებზე და ამას ახერხებს იმით, რომ უზრუნველყოფს და თითოეული ოპერატორი მუშაობდეს მის უნარებთან შესაბამისი საუკეთესო ტიპის დრონით. ისინი, ვინც საუკეთესოდ მუშაობენ FPV დრონებთან, რომლებიც მოკლე მანძილზე მოქმედი დრონერონებია და ფრონტის ხაზზე გამოიყენება, კონცენტრირებულნი არიან ამ დეპარტამენტში. სხვა რუბიკონის ოპერატორები მართავენ შაჰიდის დრონებს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან უშვებენ უკრაინის ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რუბიკონი ასევე პასუხისმგებელია მრავალი დრონის ერთობლივ დიზაინსა და ტესტირებაზე, რომელსაც თავად და რუსეთის სხვა უპილოტო სისტემების დანაყოფები იყენებენ. მოკლედ, რუბიკონი რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. უკრაინის ვასილევკას დარტყმები რუსეთს არტყმევს იმ დრონებს, რომელსაც ეს დანაყოფი იყენებს. საბოლოოდ, თუნდაც მსოფლიოში საუკეთესო დრონის ოპერატორი ვერავის გამოადგება, თუ მისი პულტის მეორე მხარეს საფრენი სასიკვდილო მანქანა არქავს. რაც ნახეთ ამ დრონებზე ორიენტირებული უკრაინული დარტყმების ტრიოში, არის აშკარა კონცენტრაცია როგორც გაშვების წერტილებზე, ასევე რუსეთის მთელი დრონული ოპერაციის აწყობის ხაზებზე. უკრაინის მიზანია აქ შეამციროს რუსეთის დრონების სროლის ინტენსივობა ფრონტის ხაზებზე, გარდა ამისა დაიცვას თავისი ურბანული ცენტრები და ინფრასტრუქტურა შაჰიდის ტიპის შორმანძილზე მოქმედი დრონებისგან, რომლებსაც რუსეთი მასობრივად უშვებს უკრაინის წინააღმდეგ. და როცა ვამბობთ მასობრივად, ნამდვილად ამას გულისხმობთ. 1 მარტს Pravda ავრცელებდა ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარებზე. უკრაინელები ცხოვრობენ ათასობით რუსული იერიშის ქვეშ, სხვადასხვა ტიპის იარაღით. ხოლო ზამთრის ბოლო კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 1720-ზე მეტი თავდასხმითი დრონი, თითქმის 1300 მართვადი საავიაციო ბომბი და 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, როგორც ზელენსკიმ განაცხადა თებერვლის ბოლო კვირის განხილვისას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა ზამთრის სამ თვეში, დეკემბრიდან თებერვლამდე, უკრაინის მიმართულებით თითქმის 19000 თავდასხმითი დრონი გაუშვა, რაც დაახლოებით თვეში 6323-ს შეადგენს. ეს არის უზარმაზარი რაოდენობის დრონები, რომლებიც გადატვირთავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ანადგურებს მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. როდესაც უკრაინამ თებერვალში მასშტაბური სარაკეტო შტურმი განახორციელა, რუსეთის შესაძლებლობის მოშლა, რომ ასეთი დიდი რაოდენობით დრონები გაეშვა, მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქცა. ისევე როგორც რუსეთის საკუთარი რაკეტები, რომლებიც ვიდეოში ადრე ვახსენეთ. ახლა გაგიმხელთ, რა გააკეთა უკრაინამ, რომ რუსეთის სარაკეტო სტრატეგია დაეზიანებინა. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ღილაკს, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. შემდეგ მივდივართ ვოდკინსკის ქარხანაში, რომელიც მდებარეობს უდმურტეთის რესპუბლიკაში, დაახლოებით 1400 კილომეტრით, ან 870 მილით დაშორებული უკრაინიდან. ვლადიმირ პუტინს ეგონა, რომ ქარხანა უსაფრთხო იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა უკრაინა რამდენად კარგად დაიცავდა საკუთარ ტერიტორიას, მას ასეთი ტიპის იარაღი არასდროს ექნებოდა. ეს იარაღი არა მხოლოდ შეძლებდა თითქმის 900 მილზე მოგზაურობას ვოდკინსკამდე მისასვლელად, არამედ ამას ისე გააკეთებდა, რომ პირდაპირ დარტყმებიც მიიღო იმ ობიექტზე, რომელიც პასუხისმგებელია წარმოებაზე. ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, ორეშნიკის ჰიპერსონიკული რაკეტები და კიდევ რამდენიმე გამანადგურებელი ჭურვი, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე უშვებს თითქმის იმ მომენტიდან, რაც ვლადიმირ პუტინმა დაიწყო თავისი სასტიკი შეჭრა. პუტინი შეცდა, უკრაინას აქვს ფლამინგო. და თებერვლის ბოლოსკენ ეს გიჟურად ძლიერი დრონისა და რაკეტის ტექნოლოგიის ჰიბრიდი აფრინდა. 860 მილი არაფერია იარაღისთვის, რომელსაც 3000 კილომეტრი, ანუ 1864 მილის სიშორე აქვს. და როგორც კი უკრაინის ფლამინგოს რაკეტები ვოდკინსკის ქარხანაში მივიდა, მათ დაარტყეს ისეთი უზარმაზარი ძალით, როგორც მხოლოდ იარაღს შეუძლია, რომელსაც 1150 კილოგრამიანი, ანუ 2530 ფუნტზე მეტი საბრძოლო ნაწილი აქვს. ვოდკინსკს შანსი არ ჰქონდა.
მოხსენებები მიუთითებს, რომ უკრაინის რაკეტების შეტევამ გაანადგურა საამქრო, რომელიც პასუხისმგებელია იმ მეტალის ნაწილების დამუშავებაზე, რომლებიც გამოიყენება რუსეთის ყველაზე საშიშ ბალისტიკურ და ჰიპერსონიკულ რაკეტებში. BBC-ն ვოდკინსკზე უკრაინის 21 თებერვლის თავდასხმის პირდაპირ რეპორტაჟში გააზიარა სატელიტური სურათები, რომლებიც აჩვენებს ობიექტზე მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს. ჩვენ ხედავთ უზარმაზარ ხვრელს იმ საამქროს სახურავში, რომელსაც უკრაინა ესროლა, რაც მიუთითებს, რომ ფლამინგომ შეაღწია და შემდეგ გაათავისუფლა თავისი უზარმაზარი საბრძოლო ქობინი იმ ობიექტის შიგნით, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ რუსეთს მუდმივად ჰქონდეს რაკეტების მარაგი. თებერვლის განმავლობაში უკრაინამ კიდევ უფრო მეტი დარტყმა განახორციელა, რომელთაც მალე განვიხილავთ. მაგრამ ვოდკინსკზე ეს თავდასხმა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. მიუხედავად იმისა, რამდენად დამანგრეველია რუსეთის დრონების ურდოები, სწორედ რუსული რაკეტებია პასუხისმგებელი იმ საჰაერო განადგურების უმეტესობაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინას ზავს. უკრაინაზე ახორციელებს. ჩვენ ეს იანვარში ვნახეთ, როდესაც რუსეთმა ღამით უკრაინაზე რაკეტებით იერიში მიიტანა, რომელშიც ჰიპერბგერითი ორეშნიკიც შედიოდა. ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა, როდესაც რუსეთმა გამოიყენა თავისი შემზარავი რაკეტა, რომელსაც შეუძლია გადაადგილდეს საათში 13,000 კილომეტრზე, ანუ 8,000 მილის მეტი სიჩქარით. და ეს იყო დამანგრეველი შეხსენება იმისა, რომ მიუხედავად უკრაინაში დაშვებული უამრავი შეცდომისა და სტრატეგიული შეცდომებისა, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უზომოდ ძლიერი რაკეტები, რომლებსაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ. რუსეთი ასევე აძლიერებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ. იმავე განცხადებაში, სადაც ზელენსკიმ გაამხილა, რამდენი დრონი გაუშვა რუსეთმა უკრაინისკენ ზამთრის თვეებში, მან დაამატა, რომ რუსეთმა ასევე 738 რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით. ეს შეადგენს დაახლოებით 246 რაკეტას თვეში, ანუ საშუალოდ 8 რაკეტას დღეში. როგორც ჩანს, თებერვალშიც მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. 1 მარტს Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა თებერვალში უკრაინის მიმართულებით უფრო მეტი რაკეტა გაუშვა, ვიდრე შეჭრის ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ნებისმიერ სხვა დროს. უკრაინას მოუწია გამკლავება სარაკეტო თავდასხმების 113%-იან ზრდასთან, იანვარში გაშვებულ 135 რაკეტასთან შედარებით, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი სწრაფად ხარჯავს თავის მარაგებს შოკუნას საჰაერო კამპანიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დასუსტებას. ამ კონტექსტში უკრაინის თავდასხმა ვოდკინსკზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სანამ რუსეთი ვერ შეძლებს იმ რაკეტების დამატებით წარმოებას, რომლებიც თებერვალში გამოიყენა, მისი სარაკეტო სტრატეგია უნდა შენელდეს. პუტინისთვის ალტერნატივაა საკუთარი ქვეყნის სარაკეტო მარაგების ამოწურვა, რის შედეგადაც არაფერი დარჩება, სანამ ვოდკინსკი კვლავ არ ამუშავდება. რა თქმა უნდა, უკრაინას დააკვირდება ვოდკინსკში სარემონტო სამუშაოებს. და არ გაგვიკვირდება თუ ვიხილავთ, რომ ფლამინგო კვლავ აფრინდება, როდესაც რუსეთი ობიექტზე უკრაინის მიერ მიყენებულ ზიანს თითქმის შეაკეთებს. უკრაინის სარაკეტო შტურმი მიმართული იყო რუსეთის დრონულ, სარაკეტო და სამეთაურო შესაძლებლობებზე. უმეტეს ქვეყნებისთვის ეს საკმარისი იქნებოდა. რუსეთის საომარი მანქანა ყველა იმ დარტყმით, რაც აქამდე გაგვიშუქებია, ძლივს მუშაობდა, მაგრამ უკრაინისთვის, როგორც უკვე გითხარით, არ არსებობს ზედმეტი დარტყმა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს მის სუვერენიტეტს წაართვას. თებერვალში უკრაინიდან კიდევ უფრო მეტი რაკეტა და დრონი გაფრინდა რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტრატეგიულ ობიექტებზე. მოდით დავასრულოთ და შევაჯამოთ ყველაფერი, რაც უკრაინამ თვის ბოლოსკენ კიდევ მოახერხა. პირველ რიგში რუსეთის სარანსკის რეგიონში უკრაინის შორმანძილზე მოქმედი იარაღი ჩამოვარდა. იქ უკრაინამ დაარტყა ქარხანას, რომელიც აწვის სიმძლავრის ელექტრონიკას, რომლებიც გამოიყენება რუსეთის რამდენიმე სამხედრო სისტემაში. ჩებოქსარის პროგრესის ქარხანა კვლავ ცეცხლში აღმოჩნდა უკრაინის წინა დარტყმების შემდეგ, რომლებმაც ქარხანა უკვე გამოივთო. დაზიანება მოხდა და ადგილობრივებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ამოდის ქარხნიდან უზარმაზარი შავი კვამლი უკრაინის დარტყმის შედეგად. პერმში უკრაინა კვლავ მოქმედებდა. ამჯერად სამიზნეი ომეტაფრაქსის ქიმიური ქარხანა, რომელმაც დარტყმა მიიღო და რამაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია, რაც შესაძლოა გაანადგუროს ქიმიკატები, რომლებსაც რუსეთი რაკეტების წარმოებაში იყენებს. მათ შორის იქნებოდა მეთანოლი, ჰექსამინი, ფორმალინი, სინთეზური ფისები და სხვა ქიმიკატები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდა შეექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, რაც მის ჯარისკაცებს სჭირდებათ უკრაინაში წინსვლისთვის. კიდევ მეტი დარტყმა გაახორციელდა. უკრაინამ ასევე გაუშვა თავისი ჭურვები რუსეთის მიჩერინსკის რეგიონში, სადაც კიდევ ერთ პროგრესის ქარხანას დაარტყა. ეს ობიექტი ამზადებდა ნავიგაციის სისტემებსა და გიროსკოპებს, სხვა კომპონენტებთან ერთად და ძნელი მისახვედრი არ არის იმის გასაგებად, თუ რა ტიპის იარაღებისთვის სჭირდება რუსეთს ეს კომპონენტები. ამ თავდასხმამ კიდევ მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდო ციდან. იგივე შედეგი მოხდა უკრაინის მიერ რუსეთის რიოტკინოს რეგიონში განხორციელებულ თავდასხმას. ამჯერად უკრაინამ გაანადგურა ობიექტი, რომელიც აწარმოებს საწვავის კომპონენტებს რუსეთის 55 და ხას-1 ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის, რომლებიც ხშირად გამოიყენება მასიურ სარაკეტო დაბომბვებში, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს. ჩვენ უკვე სუნთქვა გვიჭირს, მაგრამ უკრაინას დარტყმები ჯერ არ ამოუწურავს. როგორც ნევენომისკში, ასევე ვოსკრესენსკში უკრაინამ დაარტყა ქიმიურ ქარხნებს, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებების წინამორბედებს აწარმოებენ. და როსტოვ-on-დონში უკრაინა ესხმის თავს MPLC-ის სამრეწველო ობიექტს, რასაც მოჰყვა ხანძრების სერია, რომლებიც იმდენად ფართოდ გავვრცელდა, რომ დააზიანა როგორც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე ნავთობის საცავი რეზერვუარები ამ ობიექტზე. და ჯერ კიდევ არ დაგვიმთავრებია. ტაგანროგში მდებარე ატლანტა აეროს ქარხანა, რომელიც რუსეთის ორიონის დრონებსა და ელექტრონული ომის სისტემებს აწარმოებს, დაზიანდა.
ქარხნები, რომლებიც ელექტრონიკასა და მასალებს აწარმოებენ პენზაში, ყაზანში და იელეთში, ასევე უკრაინის დრონებისა და რაკეტების სამიზნე გახდა. და ბოლოს უკრაინამ ასევე გამოიწვია ხანძარი გემების სარემონტო ობიექტზე ნიჟნი ნოვგოროდში, ასევე ხანძარი ეფრემოვის სინთეზური ვეზინის ქარხანაში, რომელიც აწარმოებს პოლიმერებს, რომლებიც რუსეთს სჭირდება ასაფეთქებლებისა და მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებისთვის. თითქმის 1 წუთი მჭირდება, რომ მოვიდე გონს ამ ყველაფრის შეჯამების შემდეგ. რაც აქ ხედავთ ამ ყველაფრით არის ფენოვანი გამოფიტვის სტრატეგია, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა ისეთი რაკეტების გამოჩენით, როგორიცაა Flamingo და ასევე როგორც ჩანს, უკრაინაში ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტების დამატებით. ჩვენ მიერ განხილული თითოეული დარტყმა მიზნად ისახავდა რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობის განადგურებას. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ჯარისკაცები და ტექნიკა გაანადგურონ, რასაც უკრაინა ასევე ძალიან კარგად აკეთებს, უკრაინა ანადგურებს რუსეთის საომარ მანქანას შიგნიდან. რაკეტები აღარ არის, დრონები განადგურებულია. ძირითადი ობიექტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევს იარაღი აწარმოოს, იწვის და შესაძლოა ვეღარასდროს ამუშავდეს უკრაინის ძლიერი საჰაერო სტრატეგიის გამო. ქვეყანა, რომელმაც უკვე აითვისა თავდაცვითი გამოფიტვის სტრატეგია, როგორც ჩანს იმითაც, რომ რუსეთმა უკრაინის თავდაცვასთან ბრძოლაში უკვე 1.26 მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ახლა იყენებს შეტევით გამოფიტვის სტრატეგიას. უკრაინამ ეს ყველაფერი 2025 წელს დაიწყო. სივსკიმაც ასე თქვა წლის შეჯამებისას აღნიშნა, ამ წელმა დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია სისტემატურად გამოვფიტოთ მტერი და მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი პოტენციალი. თავდაცვის ძალებმა აგრესორს არ მისცეს საშუალება განეხორციელებინა თავისი გეგმები, შეინარჩუნეს უკრაინის სტრატეგიული პოზიციები და მომავალი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციებისთვის საფუძველი მოამზადეს. 2026 წელს უკრაინამ თავისი გამოფიტვის სტრატეგია კიდევ უფრო გააძლიერა. მხოლოდ თებერვალში რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ობიექტები და მნიშვნელოვანი სამხედრო კვანძები დაიწვა. ახლა პუტინი ალბათ ეკითხება საკუთარ თავს, რას უმზადებს 2026 წლის დარჩენილი პერიოდი მას და მის წარუმატებელ შეჭრას. უკრაინის სიღრმისეული დარტყმების სტრატეგია უკვე წელიწადზე მეტია რუსეთს სისხლს აცლის. მაგრამ ერთადერთი რაც ამ სტრატეგიას აფერხებდა იყო ის, რომ უკრაინა იყენებდა გრძელ დისტანციურ დრონებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი ცეცხლით ძალა მუდმივი ზიანის მისაღებად. აღარ არის ასე. უკრაინამ ამოქმედა თავისი გენიალური ვარდისფერი სტრატეგია, რათა მიაღწიოს სრულ გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ. Flamingo აფრინდა და ის მალე სამუდამოდ დაასრულებს რუსეთს. ამ ახალმა სტრატეგიამ გააერთიანა ძალა და სიზუსტე, რაკეტები და დრონები, ღრმა დარტყმები და რუსეთის საომარი მანქანის სრული განადგურება. და ჩვენ ვიხილეთ უკრაინის ვარდისფერი სტრატეგიის იდეალური მაგალითი მოქმედებაში 21 თებერვალს. სწორედ მაშინ დაადასტურა უკრაინის გენერალურმა შტაბმა, რომ მან გამოიყენა თავისი Flamingos რაკეტები რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ობიექტზე დარტყმისთვის. უკრაინის ვარდისფერი საფრთხე 1400 კილომეტრზე, ანუ 870 მილის მანძილზე იმოგზაურა და პირდაპირ დარტყმები მიაყენა ვოდკინსკის რაკეტების ქარხანას რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკაში. დარტყმა დამანგრეველი იყო, როგორც ამას ადასტურებს Defense Express-ის მიერ გამოქვეყნებული კადრ-კადრ ანალიზი, სადაც ჩანს თუ როგორ ანადგურებს უკრაინის Flamingos რაკეტები ქარხანას. ამ კადრებში ვხედავთ, როგორ ურტყამს Flamingo, უაგრესად ზუსტად, რაც მიუთითებს, რომ მას აქვს დამიზნების სისტემა, რომელიც ტერმინალურ ფაზაში აქტიურდება და ავსებს იმ სისტემებს, რომლებიც Flamingos ასობით მილის მანძილზე მიზნისკენ მართავს. Flamingos, როგორც ჩანს, ასევე აქვს გამტანი ძალა. კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს უკრაინის ერთ-ერთი რაკეტა ვოდკინსკის სახელოსნოს კედელს, რის შემდეგაც შენობის მეორე მხარეს ორი ძალიან მკაფიო ელვარება ჩნდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Flamingo შეჯახებისას არ აფეთქდა. ის შევიდა სამიზნეში და შემდეგ აფეთქდა, რაც მაქსიმალურად გაზარდა მიყენებული ზიანი. აფეთქების ტალღა მთელ სახელოსნოში გავრცელდა, როგორც იუწყება Defense Express და ის იმდენად ძლიერი იყო, რომ შიდა სტრუქტურული დაზიანება გამოიწვია და მთელი ობიექტი გაანადგურა. ეს არის ახალი ვარდისფერი სტრატეგია მოქმედებაში. დამანგრეველი წინასწარმეტყველება იმისა, რაც რუსეთს ელოდება, რაზეც რამდენიმე წუთში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მანამდე კი უკრაინის შეტევა ბევრად უფრო წარმატებული იყო, ვიდრე რუსეთს სურს, დაგაჯეროთ. BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური სურათები აჩვენებს უზარმაზარ ხვრელს ვოდკინსკის ერთ-ერთ საამქროში, რაც ადასტურებს, რომ უკრაინამ პირდაპირ დარტყმა მიაყენა ქარხანას, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რაკეტებს აწარმოებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ქარხანაში იწარმოება ისკანდერის, იარსის, ბულავას და ორეშნიკის რაკეტები. და როგორც Defense Express იუწყება, როდესაც უკრაინის Flamingos რაკეტები მივიდა, ქარხანაში შუქი ანთებული იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსები ადგილზე იყვნენ, როცა ვარდისფერი ძალის რაკეტები მივიდნენ. და როცა Flamingo მივიდა, რაკეტები მასობრივად ჩამოვიდნენ. დარტყმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ახალ ვარდისფერ სტრატეგიას მიესალმა. Pravdas მიხედვით ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთში გაგზავნილი ყველა რაკეტა ვოდკინსკის მთავარ რაკეტების ქარხანაში ჩარხანაში ჩავიდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს სერიოზულად აკლია საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომლებიც საჭიროა უკრაინის ახალი იარაღის შეჩერებლად, მესაჩერებლად, მისი ტერიტორიის უზარმაზარ ასობით მილზე გადაჭიმულ მონაკვეთებზე. ამჯერად რამდენი Flamingos რაკეტა იქნა გამოყენებული, ამას არ ვიტყვი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ზოგიერთი მათგანი რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ზოგი ვერ ჩამოაგდეს და იყო პირდაპირი მოხვედრებიც.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა რაკეტა, რომელიც გაუშვეს, მიზანს მიაღწია, განაცხადა ზელენსკიმ. მაღალი ხარისხი და სიზუსტე ფლამინგოს ნიშანია, ამატებს უკრაინის პრეზიდენტი. და ორივე შედეგები ჩვენ ვიხილეთ 21 თებერვალს, მაგრამ რაც ასევე ვნახეთ იყო ის, რომ უკრაინამ მიაღწია იმას, რაც აქამდე არასდროს მიუღწევია. სიღრმისეული დარტყმები ნამდვილად ახალი არ არის ამ ქვეყნისთვის. მხოლოდ 2025 წელს უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დრონებმა უფრო მეტი წარმატება მოიპოვეს ვიდრე ოდესმე და ამ პროცესში გაანადგურეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. ერთ მომენტში 2025 წელს უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 38% გამოიყვანა მსხვერპლიდან, თითქმის მთლიანად თავისი შორმანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით. ეს კარგი შედეგი იყო უკრაინისთვის, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესდეს. სწორედ აქ ერთ-ერთობა ვარდისფერი სტრატეგია. რაც უკრაინამ ვოდკინსკში მიაღწია, ეს პირველი შემთხვევა იყო მთელი ომის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ფლამინგოს რაკეტები 21 თებერვლამდე უკვე ჰქონდა გამოყენებული. ეს ფაბიან ჰოფმანის თქმით, რომელიც ოსლოს უნივერსიტეტში დოქტორანტურის მკვლევარია. ჰოფმანი იმ ინსტიტუტის წევრია, რომელიც რაკეტების ტექნოლოგიასა და თავდაცვის პოლიტიკას იკვლევს და მან კიევ ინდეპენდენტს განუცხადა, რომ 21 თებერვალს ჩვენ ისეთი რამ ვიხილეთ უკრაინისგან, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ჰოფმანი გამოცემასთან ამბობს, რომ პარასკევს ღამით 21 თებერვალს განხორციელებული თავდასხმა არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსეთის რაკეტების ინდუსტრიის მთავარ ობიექტს პირდაპირ მძიმე რაკეტების შესაძლებლობის გამის გამოყენებით. რაც ადრე უპილოტო აპარატებზე დაფუძნებული სტრატეგია იყო, ეხლა სერიოზულად განახდა. უკრაინის გეგმა როგორც ჩანს არის, რომ დრონების სიღრმისეული დარტყმის არსენალს დაამატოს მძიმე იარაღები, როგორიცაა ფლამინგო, რათა მეტი არჩევანი ჰქონდეს. მასიური დრონების ჯგუფები, რომლებსაც ფლამინგო რაკეტები ახლავს, შეიძლება უკრაინას გაუადვილოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვა. ფლამინგო შეიძლება ასევე გამოიყენონ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე თავდასხმისთვის, მაშინ როცა დრონები აგრძელებენ რუსეთის ენერგოპროდუქციისა და სხვა ნაკლებად დაცული ობიექტების დაზიანებას. ეს არის უკრაინის ღრმა დარტყმის სტრატეგია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც თქვენ იცით. და მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ, რა არის ეს სტრატეგია და რას ნიშნავს ის რუსეთისთვის. კიდევ ერთი რამ, რაც უკრაინამ 21 თებერვალს პირველად მოახერხა, იყო უპრეცედენტო სარაკეტო განგაშის გამოწვევა, რომელიც მთელ რუსეთში გაისმა. კიევის ინდეპენდენტმა ამის შესახებ 27 თებერვალს გავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ვოდკინსკი 21 თებერვალს უკრაინის ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა. საოცარია, მაგრამ 13-მა რუსულმა რეგიონმა სარაკეტო განგაში გამოაცხადა, მათ შორის ისეთმა შორეულმა რეგიონებმაც, როგორიცაა ორენბურგის ოლქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ურალის მთებში და უკრაინიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით, ანუ 620-ზე მეტი მილის დაშორებითა. ამ 13 რეგიონიდან 8-ს პირველად მოუწია სარაკეტო განგაშის გამოცხადება მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი შეჭრა დაიწყო. და ყველა იმ ფლამინგოს ტიპის რაკეტიდან, რომელიც უკრაინამ რუსეთში გაუშვა 21 თებერვალს, მხოლოდ ერთის ჩამოგდების დადასტურება გვაქვს რუსეთის მხრიდან. All შემთხვევაში ეს დადასტურებულია რუსეთის მხრიდან. შუაშეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ჩამოაგდეს ფლამინგო საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით. კიევ ინდეპენდენტი წერს, რომ უკრაინის კიდევ ერთმა რაკეტამ დაკარგა კურსი, მაგრამ ეს ადასტურებს იმას, რაც ზელენსკიმ ადრე თქვა ვიდეოში. ეს მხოლოდ ის ფაქტი არ არის, რომ ფლამინგო აფრინდა, რაც პუტინს უნდა აშინებდეს. სწორედ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ფლამინგო ზუსტად იმას აკეთებს, რისთვისაც შეიქმნა. ვარდისფერი უკრაინისთვის ახალი შავია და ფლამინგო სწრაფად ამტკიცებს თავს, როგორც იარაღი, როგორცაც ქვეყანა ყოველთვის აცხადებდა, რომ იყო. მას შემდეგ, რაც 2025 წლის ზაფხულში მისი პრეზენტაცია გაიმართა, ფლამინგოს და მისი განვითარების შესახებ სიახლეები ცოტა ხნით მიჩუმდა, სანამ უკრაინამ მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება არ დაიწყო. მაგრამ რაც გავიგეთ უკრაინის რაკეტების შესახებ, რომლებიც უпростоრად შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც დრონ რაკეტის ჰიბრიდი, არის ის, რომ ისინი უფრო სწრაფი და ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე გრძელდისტანციური დრონები, რომლებსაც უკრაინა 2025 წლის განმავლობაში იყენებდა. ის დრონები როგორც წესი გადაადგილდებიან 250-დან 350 კილომეტრამდე საათში, ანუ 155-დან 217 მილამდე საათში, რაც თეორიულად მათ უფრო ადვილ სამიზნედ აქცევს რაკეტებთან შედარებით. იმ წარმატებული დარტყმების რაოდენობა, რომელიც უკრაინამ ამ დრონებით განახორციელა, მიუთითებს, რომ თავდაცვის სავარაუდო სიმარტივე ისეთი არ არის, როგორცაც რუსეთი იმედოვნებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფლამინგო ბევრად უფრო საშიში პერსპექტივაა. მას შეუძლია მიაღწიოს ქვებგერით სიჩქარეს დაახლოებით 900 კილომეტრი/საათში, ანუ 560 მილი/საათში და შეუძლია შეინარჩუნოს ეს სიჩქარე განსაცვიფრებელ 3000 კილომეტრიან, ანუ დაახლოებით 1860 მილიან მანძილზე. და როდესაც ფლამინგო მიაღწევს სამიზნეს, ის არ მოაქვს იმ ტიპის პატარა საბრძოლო ქობინი, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდისტანციურ დრონებშია მოთავსებული. ეს არ არის რამდენიმე კილოგრამი საბრძოლო ძალა, რომელიც ვოდკინსკის მსგავს ადგილებში აღწევს. თითოეულ ფლამინგოს აქვს 1050 კილოგრამიანი, ანუ დაახლოებით 2500 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი, საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის, ანუ IISS-ის მიხედვით. ასე რომ ეს არ არის ჩვეულებრივი შორმანძილზე მოქმედი იარაღი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე შორმანძილზე მოქმედი ხმელეთიდან გაშვებადი ფრთოსანი რაკეტის სისტემა მსოფლიოში, ამბობს IISS. და ის ასევე შექმნილია იმისთვის, რომ იყოს რაც შეიძლება იაფი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას წარმოების ზუსტი ღირებულება არ გაუმჟღავნებია, როგორც ჩანს, უკრაინის ახალი ძალა სავარაუდოდ თითოეულ ერთეულზე დაახლოებით $500,000 ჯდება, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე შეიძლება ფრთოსანი რაკეტისთვის ეოდოთ. მაგალითად, ამერიკული Tomahawk-ი თითოეულ ერთეულზე დაახლოებით $1.4 მილიონი ღირს ან მეტიც და მისი ყველაზე შორმანძილზე მოქმედი ვარიანტებიც კი Flamingo-ზე დაახლოებით 300 მილიით ნაკლებს დაფარავს. საუკუნის ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი აშკარაა, რომ Flamingo უკრაინის დრონებთან შედარებით სერიოზული განახლებაა. და სწორედ ეს განახლება რაც ღრმა დარტყმებს შესაძლებელს ხდის, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც აქამდე ვიცნობდით უკრაინისთვის. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასევშლით ყველაფერს დეტალურად. ჰოფმანი ხსნის რას უზრომელყოფს Flamingo, რასაც უკრაინის დრონები ვერ ახერხებენ და მისი აზრი ემთხვევა იმას, რაც ადრე ვიდეოში განხილულ Defense Express-ის ანალიზში ვიხილეთ. შორმანძილზე მოქმედი დრონი ძირითადად გარეთა ფენებზე ფეთქდება. მაშინ როცა Flamingo-s შემთხვევაში საკმაოდ კარგი შანსია, რომ ჯერ შეაღწევს სამიზნეში და შემდეგ აფეთქება, რითაც მაქსიმალურ ზიანს აკენებს. ამ გზით ამბობს ჰოფმანი, უფრო მეტ ზიანს აკენებს, ვიდრე მაშინ როცა შორმანძილზე მოქმედი დრონი ეცემა. და სწორედ ეს ყველაფერზე მეტად ხდის უკრაინის ახალ ვარდისფერ სტრატეგიას, ასეთ დიდ პრობლემად რუსეთისთვის. ახლა უკრაინას აქვს იარაღი, რომელიც უფრო ძლიერად უთხრამს, ვიდრე მის არსენალში არსებებული სხვა ნებისმიერი იარაღი. შეუძლია იმდენად ღრმად შეიჭრას რუსეთში, რომ სამიზნეები, რომელთა გამჟღავნებაც პუტინს არასდროს ეგონა შესაძლებელი, ახლა უკრაინის რადარზეა და როგორც ვოტკინსკში ვნახეთ, შეუძლია ზუსტად იმ ობიექტს დაარტყას, რომელსაც უკრაინა მიზნად ისახავს. მაშინაც კი როცა ასობით მილი გაიარა. რაც უკრაინამ გააკეთა, ეს არის მისი ღრმა დარტყმის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭო არნიშნავს, რომ ეს დარტყმები პირდაპირ ცვლის რუსეთის პოზიციებს ომში. კიდევ ერთხელ ამას ხედავთ ვოტკინსკშიც. უკრაინამ თუნდაც დროებით რომ გაანადგურა რაკეტების წარმოების მთავარი ხაზი, რუსეთში ეს ქმნის ტალღურ ეფექტს, რომელიც უკრაინაში მისვლისას ნამდვილ ცუნამად იქცევა. რაკეტების წარმოება ვეღარ ხერხდება. ეს აიძულებს რუსეთს საკუთარი შორმანძილზე დარტყმებისთვის არსებული მარაგები გამოიყენოს. როგორც კი ეს მარაგები ამოიწურება, რუსეთი ვეღარ შეძლებს უკრაინაზე შორიდან ძლიერი დარტყმების მიწაზე ეს ნიშნავს, რომ ჯარისკაცებს უწევთ თავდასხმა ისე თავდაცვებზე, რომლებიც რუსეთის რაკეტებით არ დაუძლურებულა, რაც თავისუფლ უკრაინას აძლევს საშუალებას უფრო ძლიერი თავდაცვა განახორციელოს. ამ თავდაცვის გამო რუსეთის უფრო მეტი ჯარისკაცი იღუპება, რაც ამატებს იმ 1,266,000 მსხვერპლს, რაც რუსეთმა თავისი შეჭრის განმავლობაში განიცადა. ეს არაფერი ახალი იმ თვალსაზრისით, რასაც უკრაინა ცდილობს მიაღწიოს თავისი ღრმა დარტყმის სტრატეგიით. მაგრამ რაც ახალია, ეს არის ძალა, რომელსაც თამაში შემოაქვს ვარდისფერი სტრატეგია. თუ ადრე უკრაინას შეეძლო რუსული საომარი მანქანის 1-2 დეტალის გამორთვა, ახლა მას შეუძლია ამ მანქანის მთელი ნაწილების განადგურება. დროებითი შესაძლებლობების დაკარგვა შეიძლება გახდეს მუდმივი Flamingo-s გამო. სამიზნეები, რომლებშიც უკრაინის დრონებს შეღწევა არ შეუძლიათ, მაგალითად ვოტკინსკის რაკეტების საწარმო, ხდებიან მოწყვეტი. და მოულოდნელად პუტინს და მის კრემლის თანამზრახველებს უწევთ გამკლავება ახალი იარაღთან, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დარტყმების მირენება და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია რუსეთისთვის, არ ჩანს ისეთი მოწყვლადი რუსეთის საჰაერო თავდაცვისთვის, როგორც პუტინს ჯეროდა. რასაც ეს ახალი ვარდისფერი სტრატეგია ასევე აძლევს უკრაინას, არის უზარმაზარი ბერკეტი მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთთან. ჯერ კიდევ დეკემბერში Forbes-ის ავტორმა ვიკრამ მიტალმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ 2025 წლის მეორე ნახევარში განხორციელებული ღრმა დრონული დარტყმების ზრდა უკვე ძალიან კარგად ასუსტებდა რუსეთს. ამ დრონულმა დარტყმებმა ფართოდ შეასუსტა რუსეთის გრძელვადიანი საომარი შესაძლებლობები. ისინი მრავალ დონეზე მოქმედებენ, პირდაპირ უტევენ რუსულ ძალებს, სხუდავენ მათი მომარაგების შესაძლებლობას და ანცირებენ რესურსებს, რომლებიც ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის დაფინანსებისთვისაა ხელმისაწვდომი, ამბობს მიტალი. ამასაც ამატებს, რომ უკრაინამ 2025 წლის დარტყმების წარმატება შეიძლება გამოიყენოს იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეუძლია სტრატეგიული ობიექტების დაზიანება რუსეთის სიღრმეში, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ბერკეტი კიდევ უფრო ძლიერია. საქმე აღარ ეხება მხოლოდ იმას, რომ უკრაინას შეუძლია სტრატეგიული ობიექტების დაზიანება. უკრაინას შეუძლია ეს დარტყმები მიაყენოს იარავით, რომელსაც შეუძლია ეს ობიექტები მთლიანად რუკიდან გააქროს. სახელმწიფო საავიაციო მუზეუმის უფროსმა მკვლევარმა ვალერი რომანენკომ ალბათ ყველაზე კარგად თქვა ეს, როცა აგვისტოში რადიო NV-ს ესაუბრებოდა. ეს ნიშნავს, რომ თუ ის დაარტყამს რუსულ სამხედრო სამრეწველო ობიექტს, ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, ორი პირდაპირი დარტყმა ნებისმიერ ასეთ ქარხანას მინიმუმ 1 წლით გამოიყვანს მწყობრიდან. დარტყმის შედეგად წარმოიქმნება დაახლოებით 20 მეტრის დიამეტრის ორმო, თქვა რომანენკომ და დაამატა. ეს აკენებს მას რუსებთან თანაბარ პირობებში. რომანენკო ასევე ამატებს, რომ უკრაინის ვარდისფერი სტრატეგიის გაძლიერება ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დაახლოებით 90% ახლა უკრაინის მოქმედების არეშია. და დამატებითი მოდერნიზაციით Flamingo შესაძლოა გადამწყვეტი იყოს დარჩენილი 10%-ის გასანადგურებლადაც, რომელშიც შედის SU-34 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების საწარმოო ქარხნები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის მისამართით სარაკეტო დარტყმებისთვის. სხვათა შორის რომანენკომ აგვისტოს ინტერვიუში ასევე აღწერა, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ ვოტკინსკზე დარტყმა მიაყენოს. დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ Flamingo-მ ზუსტად ის შედეგი აჩვენა, რასაც ავიაციის ექსპერტები ვარაუდობდნენ.
ეს არის ის, რასაც ვარდისფერი სტრატეგია თეორიაში ნიშნავს. უკრაინას შეუძლია მიუთითოს ფლამინგოზე და თქვას, ნახეთ, ეს არის იარაღი, რომლის არსებობაც პუტინს არასდროს წარმოედგინა და რომელსაც შეუძლია სრულიად ახალი გზებით შეასუსტოს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობები. უკვე არსებითი ზიანი რუსეთის სამხედრო მანქანას პუტინის საბრძოლო შესაძლებლობების მასობრივ განადგურებად იქცევა. და ბიუჯეტური თვალსაზრისით უფრო ძლიერი დარტყმები ნიშნავს მეტ და კარგულ ფულს და კიდევ უფრო მეც, რაც უნდა დაიხარჯოს შეკეთებებზე. თუმცა ასევე არსებობს ვარდისფერი სტრატეგიის პრაქტიკული მხარეც, რომელიც გასათვალისწინებელია. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს, ფლამინგოს სრულყოფილი იარაღი არ არის. ის შეიძლება ჩამოაგდონ, როგორც რუსეთმაც და ზელენსკიმაც აღნიშნეს ვოდკინსკის დარტყმის შემდეგ. სწორედ ეს ფაქტი შეიძლება მალე მიიყვანოს უკრაინა იმამდე, რომ რუსეთს მიბაძოს შორ-მანძილზე დარტყმების ტაქტიკაში, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სისტემების დრონებით გადატვირთვას, რათა უფრო ძლიერი რაკეტები შეძლონ თავდაცვის გარღვევა და მიზნებზე მოხვედრა. მიტოვმა ეს სტრატეგია განიხილა და ეს არის ტაქტიკა, რომელიც დიდად იქნება დამოკიდებული წარმოებაზე, თუ უკრაინა აპირებს მისი განხორციელებას. ამაზე მალე ვისაუბრებთ. ჯერ მიტალი აღნიშნავს, რომ რუსეთის კომბინირებულმა რაკეტებისა და დრონების სტრატეგიამ, რომელსაც ის აქტიურად იყენებდა 2025 წლის მეორე ნახევარში, აქვს უპირატესობები, რაც მას ერთ-ერთი მიშვიათ რუსულ ტაქტიკად აქცევს, რომლის მიბაძვაც უკრაინისთვის ნამდვილად ღირს. მიტალი მიუთითებს 2 ოქტომბრის დარტყმაზე, რომელშიც მონაწილეობდა 7 ისკანდერ M ბალისტიკური რაკეტა, 7 5979 ფთოსანი რაკეტა და 21 ისკანდერ K ფთოსანი რაკეტა. ეს ყველა რაკეტა უკრაინაში შევიდა 391 დრონთან ერთად, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონებიდან გაუშვეს, რის შედეგადაც 68 დრონი და 18 რაკეტა, მათ შორის ყველა ისკანდერ M ბალისტიკური რაკეტა, მიზანს მოხვდა. მიტალის თქმით ამ დარტყმამ აჩვენა, რომ რუსეთმა შეცვალა თავისი დრონებისა და რაკეტების სტრატეგია და ახლა უფრო იშვიათად, მაგრამ უფრო მასშტაბურ კოორდინირებულ შეტევებს ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ შეტევების გაერთიანებით, რომლებიც თვეში რამდენჯერმე ხდება, თითქმის ყოველდღიურ დრონულ იერიშებთან ერთად, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, რუსეთი ახერხებს უკრაინის საერჰაერო თავდაცვის გადატვირთვას და მის ყველაზე ძლიერ რაკეტებს საშუალებას აძლევს, რომ შეაღწიონ. ეს სტრატეგია, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაში ქაოსის დასათესად. ეხლა ვარდისფერი სტრატეგია მზადაა, რომ პასუხი გასცეს. შეიძლება ვიხილოთ, რომ უკრაინა დიდი რაოდენობით ინახავს ფლამინგოს რაკეტებს, სანამ რუსეთს დრონებით უტევს. როდესაც ფლამინგოს მარაგები საკმარისად გაიზრდება, იწყება მასიური შეტევები, როგორიც 21 თებერვალს ვიხილეთ და ფლამინგოს უკეთესი შანსი აქვს მიზნების დაზიანებაზე. ვოდკინსკმა სერიოზული ზიანი მიიღო ასეთი დარტყმის შედეგად, ამიტომ ვარაუდობთ, რომ მარტის პირველ ნახევარში უკრაინა ძალიან მსგავს ქმედებას განახორციელებს და ჩვენ ამაზე აუცილებლად მოგახსენებთ. თუმცა იმისთვის, რომ ვარდისფერმა სტრატეგიამ სრულ პოტენციალს მიაღწიოს, წარმოება უნდა გაგრძელდეს შესაბამისი ტემპით. დრონების მიმართულებით უკრაინა კარგად მიიწევს იმ რაოდენობის მიღწევისკენ, რაც მას სჭირდება. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ 2025 წელს მინიმუმ 30,000 შორ-მანძილზე მოქმედი დრონი ააგო, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2026 წელსაც მიაღწევს მსგავს ან უფრო მაღალ მაჩვენებელს. 30,000 დრონი წელიწადში ნიშნავს 2500 დრონს თვეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი არ შეესაბამება იმ მასშტაბს, რასაც რუსეთი ყოველთვიურად აწარმოებს დრონების მხრივ, ეს მაინც საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს საჰაერო თავდაცვების გადატვირთვა იმ სტრატეგიულ ადგილებში, სადაც ფლამინგოს გამოყენებას გეგმავს. ჰოპმანი ხაზს უსვამს უკრაინის წარმოების გამოწვევას. იდეალურ შემთხვევაში უკრაინის პოზიციიდან ქსურს გააგრძელო დიდი რაოდენობით შორ-მანძილზე მოქმედი დრონების წარმოება, მაგრამ ასევე ქსურს იმ მიმართულებით წასვლა, რომ ამ ღრმა დარტყმის არსენალს და ამიტომ მძიმე სარაკეტო შესაძლებლობები, როგორიცაა ფლამინგო, გრძელი ნეპტუნი და საფსანი, ამბობს იგი კიევ ინდეპენდენტთან საუბარში. თუ ვივარაუდებთ, რომ შორ-მანძილზე მოქმედი დრონების წარმოება გაიზრდება, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ საკმარისი რაოდენობის ფლამინგო რაკეტებს აწარმოებს, რათა მისი ვარდისფერი სტრატეგია რეალური გახდეს. ამ ეტაპზე დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ხდება. აგვისტოში უკრაინის ახალმა ხმამ განაცხადა, რომ უკრაინა მიზნად ისახავს თვეში 50 ფლამინგო რაკეტის წარმოებას, რაც დაახლოებით 25 მილიონი დოლარის თვიურ ხარჯს ნიშნავს. ნოემბერში ფლამინგო რაკეტების წარმოებელი კომპანია Firepoint აცხადებდა, რომ დღეში 3 რაკეტას აწარმოებდა, რაც თითქმის 2-ჯერ აჯარბებს წარმოების საწყის მიზანს, თუმცა ასევე 2-ჯერ ზრდის ხარჯებსაც. თუმცა თუ ვარდისფერი სტრატეგია გულისხმობს მარაგების დაგროვებას, როგორც ამას რუსეთი აკეთებს თავის რაკეტებთან დაკავშირებით და შემდეგ მათ გაშვებას იმ მომენტში, როცა რუსეთის საჰაერო თავდაცვა გადატვირთულია ან დასუსტებული, მაშინ უკრაინა სწორ გზაზეა ფლამინგოსთან ერთად. საბოლოო ჯამში თვეში 50 ფლამინგო რაკეტა 600 წელიწადში შეადგენს. შესაძლოა მეცაც, თუ Firepoint დღეში 3 აწარმოებს. ასევე დაგეგმილია სტანდარტული საწარმოო პაკეტის შეთავაზება სხვა ქვეყნებისთვის, რაც გულისხმობს ფლამინგო რაკეტების პარტიების წარმოებას იმ ფრიდველებების დაფინანსებით, რომელთაც ეს სურთ, რის მიხედვითაც ამ რაკეტების ნახევარი დარჩება უკრაინაში, ხოლო მეორე ნახევარი გადაეცემა მყიდველს, პანამას. თუ ყველაფერი უკრაინის გეგმის მიხედვით წავიდა, ვარდისფერი სტრატეგია შეიძლება ომის დამასრულებელი გახდეს. რუსეთი დაიწვება იმ ადგილებში, სადაც პუტინს უსაფრთხოდ მიაჩნდა და ყოველი ფლამინგო, რომელიც მიზანს დაადგამს, ასუსტებს რუსეთს უკრაინის შიგნით. პირდაპირ რომ ვთქვათ, ის რაც უკრაინამ ფლამინგოს ოპერაციით 21 თებერვალს მოახერხა, არ უნდა იყოს გასაკვირი. ერთ უბედურებას მეორე მოხვება და პუტინი ახლა პრობლემებში ხელამდეა.
რუსეთის პრეზიდენტისთვის ცუდი კვირა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ რუსეთის არც ერთი ადგილი არ არის დაცული უკრაინის შორმანძილზე მოქმედი არსენალისგან. ომის მანქანა გახსნილია. მის გულში დარტმა განხორციელდა, რადგან უკრაინამ ისტორიული რამ გააკეთა. საათებში მოახერხა ის, რაც ევროპამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო. რუსეთის პროგრესი შეჩერდა, რადგან პროგრესს დარტმა მის დარტმა მიაყენეს. კერძოდ უკრაინამ 12 თებერვლის ღამეს ისტორიული დარტმა მიაყენა მიხერინსკის ზაოდ პროგრესის თავდაცვით ქარხანას, რამაც უზარმაზარი ხანძარი გამოიწვია და ქახმის ტერიტორიიდან კვამლი ამოდიოდა. რუსეთის ძალები უძლურები იყვნენ ამის შეჩერებაში. United 24 მედია იუწყება, რომ ჯარისკაცებს უკრაინის შემომავალი ჯვრების შესაჩერებლად მსუბუქი იარაღის გამოყენება მოუხდათ, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების არარსებობით ქარხანაში, რომელიც რუსეთის საომარი ძალისმოისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მალე აგიხსნით, როგორ მოხდა ეს. ჯერ კი რაც ვიცით უკრაინის დარტმის შესახებ. ის განხორციელდა რუსეთის ტამბოვის რეგიონში, რომელიც მოსკოვის ოლქიდან დაახლოებით 480 კილომეტრით, ანუ თითქმის 300 მილით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. რეგიონში ფართო სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თუმცა 12 თებერვლის ღამეს უკრაინის სამიზნე რუსული ლოგისტიკა არ ყოფილა. ეს იყო ქარხანა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის და განსაკუთრებით ქვეყნის უნარისთვის, აწარმოოს ის რაკეტები, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისინი მასიურ უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას იგერიებდნენ, იტყობინება News Sky. თუმცა როგორც ჩანს, რეალური მოგერიება არ მომხდარა. აფეთქებების სერიამ შეარყია პროგრესის ქარხანა, რადგან უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დრონებმა პირდაპირ დარტმები მიაყენეს სამიზნეებს, რის შედეგადაც ტამბოვის რეგიონის გუბერნატორი ევგენი პიევიშოვი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ დარტმა მართლაც მოხდა. რა თქმა უნდა, მან ისევ ძველი არგუმენტი მოიშველია დრონების ნამსხვრევების შესახებ, თუმცა კონკრეტული სიტყვები არ გამოუყენებია. განაცხადა, რომ დრონები ინდუსტრიულ ზონაზე ჩამოაგდეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის საჰაერო თავდაცვა ვერ გაართვა თავს. უკრაინის დრონებმა მიზანს მიაღწიეს. News Sky იუწყება, რომ პროგრესის ქარხანაში ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ათეულობით კილომეტრიდანაც კი ჩანდა. რუსულმა ტელეგრამ არხებმაც გაავრცელეს ინფორმაცია ქარხანაში მომხდარის შესახებ და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება უკვე ყველაფერს აკეთებს, რათა შემთხვევა დაფაროს. ქარხნის შესასვლელი გადაკეტილია და გავრცელებებულია ჭორები მსხვერპლის შესახებ. პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთს ბევრი არაფერი შეუძლია გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ამბავი არ გახდეს ცნობილი. ასეთი მასშტაბური ხანძარი, რომელიც მიმდებარე ქალაქიდანაც ჩანს, ადვილად დასამალი ნამდვილად არ არის. ეს დარტმა უზარმაზარია უკრაინისთვის და დამაგრეველია რუსეთის საომარი მანქანისთვის. რატო? მიხერინსკის სახელობის ქარხანა პროგრესი აბსოლუტურად აუცილებელია რუსეთის საომარი მანქანისთვის. როგორც News Sky აღნიშნავს თავის 13 თებერვლის ანგარიში დარტმაზე, უკრაინის დარტმა გარტმა გამიზნული იყო წარმოების შენობების განადგურებაზე, სადაც რთული აღჭურვილობაა განთავსებული და არაცარიელ საწობებზე, რომლებიც რუსეთს დიდად არ დაუჯდება. ეს რთული აღჭურვილობა პასუხისმგებელია იმ ელემენტების წარმოებაზე, რომლებიც გამოიყენება რუსეთის რაკეტებისა და ავიაციის მართვის სისტემებში. ამ აღჭურვილობაში შედის ელექტრონული ბლოკები, გადამფრთველი მოდულები და რადიოელექტრონიკის ელემენტები, რომლებიც ყველა საჭიროა იარაღისთვის ან საფრენი აპარატისთვის, რათა შეძლოს გადაადგილება იქ, სადაც საჭიროა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო შეტევა, რომელიც უკრაინამ განახორციელა იმისთვის, რომ სრულიად დააბრმაოს რუსეთის სარაკეტო ძალები და უკრაინას ამის გაკეთება სჭირდებოდა, რადგან რუსეთმა გაზარდა თავისი რაკეტების შეტევები უკრაინის ტერიტორიაზე ზამთარში. როგორც კიევის ინდეპენდენტმა იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რუსეთმა შეცვალა თავისი მასობრივი სარაკეტო და დრონული შეტევების ტაქტიკა. სადაც ადრე პუტინის ძალები სხვადასხვა ტიპის ობიექტებს ესმოდნენ თავს, ახლა ისინი კონცენტრირებულნი არიან უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე, სასუწარკვეთილი მცდელობით, რომ გაყინონ უკრაინა თბილი ამინდის დადგომამდე და ომი ისევ რუსეთზე გადავიდეს, რომელიც უიმედოდ აგდებს თავის ჯარისკაცებს ხორცსაგებში. რუსეთის ახალი ტაქტიკა, რომელიც გამყარებულია გაზრდილი რაკეტების წარმოებით და ეს მიუთითებს, რომ დასავლეთის სანქციები არ მუშაობს, მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვას. ამის შესახებ ამბობს უკრაინელი თავდაცვის ექსპერტი და სამხედრო ოფიცერი ვიქტორ კევლიუკი, რომელიც აღნიშნავს, ასეთი დიდი რაოდენობით იარაღის ნაზავი მიუთითებს დარტმის ტაქტიკის შეცვლაზე. ერთტიპიანი შეტევების ნაცვლად რუსეთი ცდილობს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვას საფრთხეების რთული კომპლექტით. რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება და ის თუ როგორ ხდება მათი ნამსხვრევები ახლა უკრაინაში, მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი მათგანი გაშვებამდე რამდენიმე კვირაში იყო აგებული. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სანქციები ვერ ასრულებს იმ საქმეს, რაც უნდა შეესრულებინა. რუსეთი კვლავ იღებს იმ კომპონენტებს, რომლებიც სჭირდება თავისი რაკეტების დასამზადებლად. ის კვლავ იღებს იმას, რაც სჭირდება ისეთ ქარხნებს, როგორიცაა პროგრესი, რომ გააგრძელონ მართვის სისტემებისა და სხვა აღჭურვილობის წარმოება, რაც ამ რაკეტებს ფუნქციონალურს ხდის. პროგრესის დაბომბვა მიზნად ისახავდა რუსული რაკეტების წარმოების განადგურებას ერთ-ერთ წყაროზე. და ეს იყო ისეთი ძლიერი დარტყმა, რომ ევროპის კოლექტიურ ყურებსაც კი ესმის ზარი, რადგან უკრაინამ კაფიო გზავნილს აგზავნის. საჭიროა გაცილებით მეტი გაკეთდეს სანქციებისა და მათი აღსრულების მხრივ, რათა ისეთი კი ქარხნები, როგორიცაა პროგრესი, ვეღარ გააგრძელონ ის, რასაც აკეთებენ. პროგრესის დაბომბვას ასევე შეიძლება შეხედოთ როგორც უკრაინის შურისძიებას რუსეთის მიმართ, მისი რაკეტული თავდასხმებისთვის.
ეს საინტერესო ხედვაა, რადგან კიევ ინდეპენდენტი 14 თებერვალს წერდა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები წარმოაჩინოს, როგორც შურისძიება ღრმა დარტყმის სტრატეგიისთვის, რომელიც შიგნიდან ანადგურებს რუსეთს. რუსეთი ხშირად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა იძულებითი ზომები და პასუხები, როდესაც აღწერს თავის თავდასხმებს უკრაინაზე, რაც აბსურდული ტერმინებია და მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ რუსეთმა თავისი რაკეტებით ჩადენილი ქმედებების ბრალი უკრაინას დააკისროს. რეალურად რაც ხდება, როგორც ლონდონის King's College-ის თავდაცვის ექსპერტი მაიკლ კლარკი ამბობს, არის ის, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგოობიექტებზე აშკარად მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებას, რაც ავტომატურად ომის დანაშაულის მტკიცებულებაა. უკრაინა კი თავის მხრივ იყენებს შორმანძილზე მოქმედ დრონებს და როგორც გაიგებთ, უყურებას გააგრძელებთ მის მზარდ მარაგს რაკეტებისა და დრონ რაკეტების ჰიბრიდების, რათა დაარტყას ნავთობის, საწვავის ინფრასტრუქტურას, სამხედრო ობიექტებს და სხვა ლეგიტიმურ სამიზნეებს, რომლებიც ასუსტებს რუსეთის უკრაინისთვის თავდაცვის არგუმენტი სრულად გამართლებულია. და თავისი ბოლო იერიშით პროგრესის საწარმოზე უკრაინამ გააკეთა ის, რაც ევროპამ ვერ შეძლო. დახურა ქარხანა, რომელიც პუტინის სასტიკი შორმანძილზე მოქმედი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ეს არ არის ერთადერთი, რაც პროგრესის იერიშებმა მოიტანა. როგორც New Sky არნიშნავს, რაკეტებისა და ავიაკორპუსების კომპონენტები არ არის ერთადერთი პროდუქცია, რომელსაც აწარმოებდნენ იმ საწარმოში, რომელიც ახლა იწვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ პროგრესის ქარხანა ასევე აწარმოებს აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და გაზის მილსადენებში, რომლითაც რუსეთი ქვეყნის შიგნით და დანარჩენ მსოფლიოში თავის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქციას გადააქვს. თითქმის ზედმეტიც კი ათქმა რთა, არის ეს უკრაინის ისტორიული პროგრესის ქარხანაზე თავდასხმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ რუსეთს არ შეუძლია თავისი მილსადენების აშენება ან მოვლა, უკრაინამ კიდევ ერთი დარტყმა მიაკენა ენერგეტიკულ ინდუსტრიას, რომელიც უკვე იმდენად ინგრევა, რომ კრემლმა 2026 წლის იანვარში ენერგოპროდუქტების დაბეგვრიდან 50%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე წინა წლის იანვარში. და თუ დაამატებთ ელექტროტექნიკურ პროდუქტებს, სამებს სამოქალაქო სექტორისთვის, რომელსაც პროგრესის ქარხანა აწარმოებს, კიდევ უფრო ნათლად ჩანს, როგორ აბულნებს უკრაინა პუტინის მიერ დაწყებული ომის ტკივილს რუსეთის მოსახლეობაზე. რუსეთის რეაქცია საინტერესო იყო. ეს არის ჩუმი აღიარებების ნაზავი, როგორც ამას ხედავთ დრონების ნამსხვრევების შესახებ ჩვეულებრივი საბაბებით და ასევე განცხადებები, რომ მათ წარმატებით მოიგერიეს იერიშები პროგრესის ობიექტზე. თანაც მსგავსი ვნახეთ მაშინაც, როცა უკრაინამ დაარტყა ამ ქარხანას 2025 წლის ივნისში, თუმცა მაშინ რუსეთმა სცადა მომხდარი ადგილობრივ ინციდენტად წარმოიჩინა. ეს ბოლო იერიში იმდენად მასშტაბურია, რომ რუსეთს აღარ შეუძლია დაფაროს მომხდარი. ამიტომაც ვიღებთ ამ უცნაურ ჰიბრიდს აღიარებასა და უარყოფას შორის. როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ ხანძარი ჩააქრეს, New Sky უწყება, რომ Telegram-ის არხებზე წერენ, ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ პერსონალსა და ახლომდებარე უბნების მცხოვრებლებს შესაძლოა ევაკუაცია მოუწიოთ. ეს ორი განსხვავებული ვერსიის ამბავია. და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ვერსია ყოველთვის პროპაგანდითა და ტყუილებით არის გაჯერებული. ახლა ხან ვახსენეთ, რომ უკრაინა თავისი რაკეტებს იყენებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინამ სწორედ ეს გააკეთა კიდევ ერთი დარტყმების სერიაში, რამაც ისტორიული ღამე უკრაინისთვის, პუტინის რუსული საომარი მანქანის კატასტროფულ ჩამოშლად აქცია. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა საუკეთესო დროა ამის გასაკეთებლად. დაუბრუნდეთ უკრაინულ რაკეტებს. როცა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კომპონენტების საწარმო იწვის, უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ძლიერი დარტყმა მიაკენოს სხვა ობიექტებს საკუთარი რაკეტებით. უფრო კონკრეტულად კი ეს არის რაკეტა დრონის ჰიბრიდი, სახელად Flamingo. ასევე 12 თებერვალს United 24 მედია ითხოვინება, რომ უკრაინამ განახორციელა ძლიერი დარტყმა მასიურ სამხედრო საბრძოლო მასალის საცავზე, რომელიც ეკუთვნის მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს, ანუ Graus. შთამბეჭდავი ორმაგი დარტყმისას უკრაინის ჭურვები კვლავ შეიჯრა რუსეთში, როდესაც Flamingos რაკეტები აფრინდა და ვოლგოგრადის რეგიონში გაემართა, რათა გაანადგუროს Graus ობიექტი კოლტუბანის დასახლების მახლობლად. მიჩნეულია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცავი რუსეთში, იმ საბრძოლო მასალის, ასაფეთქებლებისა და რაკეტებისთვის, რომელსაც მისი სამხედრო ძალები უკრაინაში იყენებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადეს, რომ ეს მათ განახორციელეს და არ მიშნეს. ობიექტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ძლიერი აფეთქებები და შემდგომი მეორადი დეტონაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზიანის სრული მასშტაბი ჯერ კიდევ შეფასების პროცესშია, რასაც ვხედავთ არის კიდევ ერთი წარმატებული შემთხვევა, როდესაც Flamingo გამოიყენეს რუსულ სამხედრო ობიექტზე. ეს იარაღი არასდროს უნდა არსებულიყო. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა რუსეთის ძალის წინაშე დაიშლებოდა ბევრად ადრე, ვიდრე ის შექმნიდა რაიმე რაკეტებს ან დრონ რაკეტის ჰიბრიდებს, რომლებიც რუსეთისთვის სერიოზულ ახლა Graus ობიექტი განადგურებულია. ის რაკეტები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში უშვებს, მიწაზე ფეთქდება და ამით კიდევ უფრო აძლიერებს ამ განადგურებას. და თითქოს ეს კვირა რუსეთისთვის უკვე საკმარისად ცუდი არ იყო. ეს მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე თავდასხმიდან, რომელიც უკრაინამ განახორციელა ერთ თრეში რუსული საომარი მანქანის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებში. ასევე ვოლგოგრადში უკრაინამ დაარტყა Luavte-1-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, გაანადგურა ინფრასტრუქტურა და Avte-3-ის ელემენტები, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით. ოკუპირებულ ზაპოროჟიაში უკრაინამ ასევე მოახერხა საწყობის განადგურება, რომელიც სავსე იყო იმ საბრძოლო მასალით, რომელსაც რუსეთის ჯარისკაცები ყოველდღიურად იყენებენ უკრაინაში. რუსეთის პასუხი ამ ყველაფერზე იყო ისეთი, როგორცაც ელოდებოდით.
ვოლგოგრადის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა აღიარა, რომ ხანძარი გაჩნდა ობიექტზე, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მართავს და რომ მიყენებული ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ საგანგებო ევაკუაცია გახდა საჭირო. რა თქმა უნდა, არ არის ნახსენები რა ობიექტია ეს, მაგრამ აფეთქებებისა და ხანძრის კადრები, რომლებიც X-ზე გაავრცელა ნოელ რეპორტსმა, ამას საკმაოდ ნათლად აჩვენებს. სათვალთვალო არხებმაც ასევე გაავრცელეს ინფორმაცია მასიური აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმების შესახებ და ყველაფერთან ერთად მიუთითებს, რომ უკრაინამ მნიშვნელოვან ობიექტს დაუმიზნა და თუ თავად უკრაინას დაუჯერებთ, პირდაპირ დათმობებიც მიაყენა. რა თქმა უნდა, ბოჩაროვმაც განაცხადა, რომ რუსეთმა მოიგერია მოსული საფრთხეები. ისევ იგივე სიტყვებია, მაშინაც კი როცა იმ ობიექტს, რომელსაც ეს საფრთხეები ესმოდა თავს, ცეცხლი უკიდია. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, იციან თუ არა რუსეთის ხელისუფლებაში რას ნიშნავს სიტყვა მოგერიება. ამ სიტყვას მაშინ იყენებენ, როცა საჰაერო თავდაცვა რეალურად აჩერებს თავდასხმებს ბოტარო და არა მაშინ, როცა ობიექტს ისე ძლიერად ურტყმენ, რომ შიგნით არსებული საბრძოლო მასალაც ფეთქდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კოლექტიურად დუმს ვოლგოგრადის თავდასხმაზე, United 24 მედიის ინფორმაციით. მათ განაცხადეს, რომ თავდასხმის ღამეს საჰაერო თავდაცვამ 106 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათ შორის ერთი ვოლგოგრადში და კიდევ 13 ტამბოვში. მაგრამ ამ ეტაპზე ვინმე მართლა დაიჯერებს ამას? ორივე ამ რეგიონში განადგურებულია რუსეთის სარაკეტო სტრატეგიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ობიექტები. განადგურებულია, ხოლო თავდაცვის სამინისტრო უბრალოდ თავს ქვიშაში რგავს, როცა მისი რაკეტები და მათი დამზადებისთვის საჭირო კომპონენტები კვალმში იფანტება. მნიშვნელოვანი ზიანი უკრაინამ 12 თებერვალს მიაყენა. ზიანი იმდენად ინტენსიური იყო, რომ რუსული საომარი მანქანის გული ამოაგლიჯა. მალე გეტყვით, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი დარტყმა, რომელიც ფლამინგოს დრონ რაკეტის ჰიბრიდმა მიაყენა. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, მოდით ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც აშკარად უკრაინის თავდასხმების მთავარი სამიზნე იყო, რუსეთის სარაკეტო შესაძლებლობები. უკვე განვიხილეთ, როგორ იყენებს რუსეთი თავის რაკეტებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რაც აშკარად იმაზეა გათვლილი, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა ირიბად მოკლას და არა ლეგიტიმური სამხედრო ობიექტები გაანადგუროს. მაგრამ უკრაინის მთავარი პრობლემა, როგორც დეკემბერში უკრაინის ახალ ხმასთან საუბრისას ერთმა სამხედრო ანალიტიკოსმა აღნიშნა, ისაა, რომ ახლა რუსეთი იმ მდგომარეობაშია, როცა შეუძლია სწრაფად ჩაანაცვლოს ის რაკეტები, რომლებსაც უკრაინაში ხარჯავს. ანატოლი კრაპჩინსკის თქმით, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი და ავიაციის ექსპერტია, რუსეთი ახლა იმდენ რაკეტას აწარმოებს, რომ შეუძლია უკრაინაზე მასშტაბური იერიშები კვირაში ერთხელ ან ორჯერ განახორციელოს. კრაპჩინსკის თქმით, სხვადასხვა შეფასებით რუსეთს რეზერვში შეიძლება ის კიდევ უფრო კონკრეტულ რიცხვებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ რუსეთმა შეძლო დაეგროვებინა 300-დან 350-მდე X-101 და 555 რაკეტა, 500-მდე ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა და ახლოებით 250-დან 300-მდე ისკანდერის ფრთოსანი რაკეტა და 200-მდე კალიბრის რაკეტა. საერთო ჯამში ეს აგრესორს აძლევს დიდ შერეულ მარაგს, რაც საშუალებას აძლევს მას შექმნას ძლიერი დარტყმის პაკეტები და შეინარჩუნოს მაღალი ინტენსივობის ტერორი, ამატებს კრეპჩინსკი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ავსებს თავის რაკეტებს ხარჯვის 120-დან 150%-ის ტემპით. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ყოველ 100 რაკეტაზე, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში, ის აშენებს 120-დან 150-მდე ახალს. ეს პრობლემაა და ეს ზუსტად ის საკითხია, რომლის შეჩერებაც დასავლეთის სანქციებს უნდა მოეხდინა რუსეთის რაკეტების მწარმოებლებისთვის. და ამ მწარმოებლებზე დიდად არ უმოქმედია. ყოველ შემთხვევაში არა იმ მასშტაბით, როგორც უკრაინას სჭირდება, რომ იმოქმედოს. ამიტომ უკრაინის ისტორიულ დარტყმებს ნათელი მიზნები აქვს. საწყობის განადგურება ვოლგოგრადში საკმარისია, რომ რუსეთის ზოგიერთი რაკეტა მწყობრიდან გამოიყვანოს, მაგრამ ეს მხოლოდ მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთი მეტ რაკეტას არ გადაიტანს ოლქში. მნიშვნელოვნად უფრო მნიშვნელოვანია დარტყმა პროგრესის საწარმოზე, რადგან რაკეტების წარმოების საშუალებების განადგურება უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთი ვერ შეავსებს თავის მარაგებს. უკრაინა აკეთებს იმას, რაც სანქციებმა ვერ შეძლეს. და ამას აკეთებს ღრმა დარტყმების სტრატეგიის გაგრძელებით, რომელიც უკიდურესად ეფექტური აღმოჩნდა. როგორც New-Sky აღნიშნავს, უკრაინა ბოლო რამდენიმე წელია სისტემატურად ავითარებს თავის შორმანძილზე მოქმედ შესაძლებლობებს, რათა შეძლოს ისეთი დარტყმების განხორციელება, როგორიც ვიხილეთ ვოლგოგრადსა და ტამბოვში 12 თებერვალს. ფლამინგოს შექმნა ამის იდეალური მაგალითია. როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეძრა, დრონებს მიიჩნევდნენ როგორც შემაწუხებელ ფაქტორს, რომელიც შეიძლება ხელს უშლიდა რუსეთის ძლიერ სამხედრო ძალას, მაგრამ ვერ შეძლებდა მის შეჩერებას. ახლა უკრაინას აქვს დრონისა და რაკეტის ჰიბრიდი, რომელიც უზარმაზარი ძალით გამოირჩევა და შეუძლია დაარტყას სამიზნეებს, რომლებიც ასობით მილის სიღრმეშია რუსეთის ტერიტორიაზე. ეს შორმანძილზე მოქმედი შესაძლებლობები უკრაინას სამრამეს აძლევს. სტრატეგიულ დონეზე მსგავსი თავდასხმები პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიული სიღრმისთვის. ბლუმსბერის დაზვერვისა და უშავთქოების ინსტიტუტმა ეს არნიშნა უკრაინის ლეგენდარული ოპერაცია ობობის ქსელის შემდეგ, როდესაც უკრაინამ დრონების გამოყენებით, რომლებიც სატვირთო მანქანებით ფარულად შეიტანა რუსეთში, რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა. ეს დარტყმები რუსეთის სტრატეგიული დოქტრინის ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც დიდი ხანია ეთნობა შესაძლებლობას თავდასხმის შემთხვევაში თავის ტერიტორიულ სიღრმეში დაიხიოს, განაცხადა ინსტიტუტმა.
რუსეთს ეს აღარ შეუძლია, რადგან უკრაინას აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია რუსეთის ობიექტებზე ისეთი სიღრმეში მიაკენოს დარტყმა, რომ ამ ობიექტების უკან დახევა იმდენად შორს მოუწევთ, რომ ისინი ომისთვის მნიშვნელობას დაკარგავენ და აღარ მოექცევიან დარტყმის ქვეშ. როგორც Forbes-მა დეკემბერში დაამატა, ის რომ უკრაინას შეუძლია ასეთი დარტყმების განხორციელება, ასევე აძლევს მას მნიშვნელოვან ბერკეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. პუტინი ცდილობს უკრაინის ომი წარმოაჩინოს როგორც ბრძოლა, სადაც უკრაინა განადგურების ზღვარზეა და მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაუვლის რუსული არმია. ის უკვე 4 წელია ასეთ რაღაცებს ამბობს. და ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა ანადგურებს რაკეტების საწარმო ობიექტს ან სათხოვს, ეს კიდევ ერთხელ ახსენებს ყველას, რომ პუტინის ტყუილი იმ სასოწარკვეთილებიდან მოდის, რომელსაც ახლა გრძნობს, რადგან ღრმა დარტყმის სტრატეგიამ მისი ომი საკუთარ სახლში დააბრუნა. და რა თქმა უნდა არის ხარჯიც. 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე უკრაინის დარტყმებმა რუსეთს 74.1 მილიარდი დოლარის ზიანი მიაკენა, რაც ქვეყნის წლიური მფლიანი შიდა პროდუქტის 4.11% შეადგენს. მას შემდეგ კიდევ მრავალი მილიარდი დაემატებოდა, ხოლო პროგრესის ქახნის განადგურებამ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. ვინ იცის, რამდენი დაჯდება რუსეთს იმ სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც ქარხნის ხელახლა ამუშავებისთვის არის საჭირო. რუსეთს სარემონტო სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩაატაროს. მას არ შეუძლია დარჩეს ქარხნის გარეშე, რომელიც მის რაკეტებზე დაფუძნებულ სტრატეგიაში ასე მნიშვნელოვანია. ამიტომ, რასაც ვხედავთ უკრაინის სიღრმისეულ დარტყმებში, არის იმ ნარატივის მუდმივი დეგრადაცია, რომლის შექმნასაც პუტინი წლებია ცდილობს. რუსეთი ყოვლის შენძლე არ არის. ის მოწყვლადია და უკრაინა ამას მუდმივად ამტკიცებს. ფლამინგოთი მას ამ საქმისთვის იდეალური იარაღიც კი აქვს. ფლამინგო დაახლოებით 3000 კილომეტრის, ან 1860 მილის მანძილზე გადაადგილდება და შეუძლია 1150 კილოგრამიანი, ანუ 2530 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი მიიტანოს, რაც რუსეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. უკრაინამ ეს ვოლგოგრადში დაამტკიცა, მაგრამ ეს ის საფრთხეა, რომლის გაქრობაც პუტინს ეგონა რომ შეძლო. თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა იშვიათი შემთხვევის სახით, როდესაც დარტყმა დაზვერვის საფუძველზე განახორციელა, შეძლო და გაანადგურა ფლამინგოს რაკეტების წარმოების ხაზები. მაგრამ პუტინმა დიდხანს არ იზეიმა თავისი გამარჯვება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუხენში რამდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, ერთი დიდი საწარმოო ხაზი რაკეტის დარტყმის შედეგად განადგურდა, მაგრამ უკვე შემიძლია ამაზე საუბარი. ის უკვე გადატანილია და წარმოება განახლებულია. არაფერი აჩერებს ფლამინგოს. ვოლგოგრადში რუსულ ობიექტებზე განმეორებითი დარტყმები ამას ამტკიცებს, ისევე როგორც იანვარში კაპუსტინიარის საცდელ პოლიგონზე თავდასხმა, რომელიც რუსეთს არეშნიკის კიპერბგერითი რაკეტების გასაშვებად გამოიყენება. და რადგან ფლამინგო აგრძელებს ფრენას მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო მისი ფრთების შეკვეცა, რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი იხჩობა. მარტივი ფაქტია, რომ რუსეთი ვერ გააგრძელებს იმას, რასაც უკრაინაში აკეთებს, თუ ასეთ ობიექტებს, როგორიცაა პროგრესის ქარხანა დაკარგავს. რუსეთს სჭირდება რაკეტები, სჭირდება გამართული საჰაერო აპარატების კორპუსები. ყოველი დარტყმა, რომელიც ამცირებს რუსეთის შორი მოქმედების შესაძლებლობებს, ამავე დროს ზრდის უკრაინის გადარჩენის შანსებს და აჩვენებს, რომ ქვეყანა სულ უფრო ძლიერდება, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც პუტინი ცდილობს. უკრაინას საათები დასჭირდა იმის გასაკეთებლად, რაც სანქციებმა წლების განმავლობაში ვერ შეძლეს. დიდი ალბათობით უკრაინა ძალიან მალე მსგავს რამეს გააკეთებს, რადგან სხვა სტრატეგიებთან ერთად ღრმა დარტყმები წარმოადგენს ქვეყნის გამარჯვების გზას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ძალაუფლებისა და პოპულარობის მკვეთრი ვარდნა ნახა მას შემდეგ, რაც მან 2022 წელს უკრაინაში შეჭრის საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო. მისი ქვეყანა იზოლირებულია, მისი ეკონომიკა განადგურებულია. მისმა არმიამ თითქმის ვერც ერთი გამოცხადებული მიზნის მიღწევა ვერ შეძლო და თავად ის არასდროს გამოჩენილა ასეთი სუსტიდი. მაგრამ პუტინს ყოველთვის ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი ჰქონდა – ნავთობი. გლობალური ეკონომიკის სასიცოცხლო ძალა ნავთობი დიდი ხანია რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყო, რომელიც საკმარის შემოსავალს აძლევდა ქვეყნის მერყევ ფინანსებს და კრემლის საომარ მანქანას მუშაობის საშუალებას აძლევდა. სამწუხაროდ პუტინისთვის ეს საყრდენი ახლა შეიძლება მთლიანად გაწყდეს. უკრაინამ სრულად გაანადგურა რუსეთის ნავთობის სექტორი და აქედან დაბრუნების გზა აღარ არსებობს. და ეს არ არის ისე, თითქოს პუტინი არ გაეფრთხილებინათ. უკრაინის ძალებმა თავიანთი განზრახვები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ნათლად აჩვენეს. სინამდვილეში ისინი ომის ადრეული ეტაპებიდანვე ესხმიან თავს რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებს, როგორიცაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის წარმოების საწარმოები, საცავები, ტანკერები და მილსადენები. მაგრამ 2025 წელს მათ მართლაც გააძლიერეს ინტენსივობა და შეტევების რაოდენობა გაზარდეს კრემლის ენერგეტიკული სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე. მუდმივად მოდიოდა ცნობები, რომ მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ცეცხლში გაეხვია, ან ტანკერები ღამის დრონების რეიდებსა და მოულოდნელ სარაკეტო დარტყმებში განადგურდა. ხელახლა რუსეთი უყურებდა, როგორ აორთქლდა უთვალავი გალონი ნავთობი. იძულებული იყო ეყურებინა, როგორ მცირდებოდა მისი წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობებები, სულ უფრო და უფრო, რაც პირდაპირ აისახა მის ექსპორტსა და მოგების პოტენციალს.
ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ ამ ობიექტების დასაცავად. აყენებდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ქვეყნის რეზერვისტებსაც კი იხმობდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად და შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ არაფერი მუშაობდა. თავდასხმები გაგრძელდა და უკრაინა არ ნელდება. სინამდვილეში პირიქით ხდება. უკრაინა ზრდის თავდასხმების ინტენსივობას და კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე. ეს დასრულდა იმით, რასაც Reuters-მა და სხვა მედია ორგანიზაციებმა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე სერიოზული შეფერხება უწოდეს. სტატისტიკაც ამას ადასტურებს. ანგარიშები აჩვენებს, რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობა შთამბეჭდავი 40%-ით შემცირდა. ეს დღეში დაახლოებით 2 მილიონ ბარელს შეადგენს. 2 მილიონი ბარელი, რომელსაც რუსეთი ადრე ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყანას ყიდდა და წლის განმავლობაში მის ეკონომიკას უზარმაზარ შემოსავალს აძლევდა. 2 მილიონი ბარელი, რომელიც კრემლის საომარი მანქანის გამოკვებას უწყობდა ხელს, რუსეთს აძლევდა საშუალებას გაეგრძელებინა თავისი ტექნიკის საწვავით მომარაგება, ჯარისკაცებისთვის ხელფასების გადახდა და მეტი ბომბის, რაკეტის და დრონის წარმოება, რომლითაც უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე ესროდა. სიცოცხლედ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური შემოსავლისა და მხარდაჭერის წყარო, რომელიც უკრაინამ მნიშვნელოვნად შეამცირა და ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ეს არის ხანგრძლივი კამპანიის შედეგი, რომელიც მიზანმიმართულ და ზუსტ დარტყმებს მოიცავდა. საჭიროებდა ექსპერტულ დაგეგმას და უნაკლო შესრულებას. ეს დარტყმები განხორციელდა 2025 წლის განმავლობაში და 2026 წელს აც გრძელდება. უკრაინა რეგულარულად ამოიცნობს ახალ სამიზნეებს, ადგენს გეგმებს მათი დაზიანებისა თუ განადგურებისთვის და ამ გეგმებს უმოწყალო ეფექტიანობით ასრულებს. მაგალითად, მხოლოდ 2026 წლის მარტში რამდენიმე მნიშვნელოვანი თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობის რამდენიმე ობიექტზე. მაგალითად, თვის დასაწყისშივე უკრაინამ დარტყმა მიაყენა ნოვოროსიისკის ნავთობის ტერმინალს. კრასნოდარის მხარეში მდებარე შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული ეს პორტული ქალაქი ნავთობის ექსპორტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ადგილია. შევსკარის ნავთობის ობიექტზე მილიონობით ბარელი ნავთობი მიიღება სხვა გადამამუშავებელი ქარხნებიდან და ინახება ამ ადგილზე, სანამ ტანკერებზე დატვირთავენ. ამ ტანკერებიდან ბევრი რუსეთის სამარცხვინო ცნობილი ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია, რომელიც ასობით სატრანსპორტო ხომალდით შექმნილ ფარულ ქსელს წარმოადგენს. ისინი არღვევენ საერთაშორისო სანქციებს, რადგან აგრძელებენ ნავთობის გატანას რუსეთიდან სხვა ქვეყნებში და ქვეყანაში ფინანსების შემოდინებას, რათა ომი გაგრძელდეს. თუმცა 2 მარტის ღამეს ადგილობრივმა თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ უკრაინული დრონების შესვლის შემდეგ შევსკარის ნავთობის ტერმინალი ცეცხლში გაეხვა. ადგილობრივმა მერმა ანდრეი კრავჩენკომ დაადასტურა თავდასხმა, ხოლო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ინტერნეტში ატვირთეს ფოტოები და ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია დაწესებულება ცეცხლში. ეს არც კი იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს ობიექტი დაზიანდა. მაგალითად, 2025 წლის ნოემბერში ნოვოროსიისკში ნავთობის ჩატვირთვები დროებით შეჩერდა უკრაინის თავდასხმის შემდეგ. იმავე თვეში შევსკარის ობიექტი კიდევ ერთხელ დააზიანა უკრაინამ. ბოლო თავდასხმის შემდეგ ცნობების მიხედვით ეს ნავთობის ტერმინალი, რომელიც ჩვეულებრივ დღეში 700,000 ბარელ ნავთობს ამუშავებს, ბევრად ნაკლებ სიმძლავრეზე მუშაობს. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ 16 მარტს გავრცელდა ცნობები უკრაინის კიდევ ერთი წარმატებული დარტყმის შესახებ, ასევე კრასნოდარის მხარეში. ამჯერად ლუბინსკის ქალაქში, რომელიც ბოლშაიალაბას მდინარესთან მდებარეობს, ფრონტის ხაზიდან 300 მილის, ანუ 500 კილომეტრის დაშორებით. ამით უფრო ზუსტად კი დაახლოებით 2 საათზე უკრაინული დრონების ეკიპაჟებმა ქალაქის ნავთობის საცავი დაარტყეს, რომელიც რუსეთის საწვავის წარმოების ობიექტებს უკრაინის სამხრეთ რეგიონებში ფრონტის ხაზზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან აკავშირებს. ადგილობრივმა ტელეგრამ არხებმა დილის ადრეულ საათებში ნავთობის საცავის მახლობლად აფეთქებების შესახებ დაიწყეს ცნობების გავრცელება. მალევე გამოჩნდა ვიდეოები და ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ავარდნილა ალიჰაერში და როგორ ავსებს კვამლის სვეტები ცას რამდენიმე საწვავის საცავის ზემოთ. ცეცხლი გავრცელებული ინფორმაციით დილის გვიან საათებამდე გაგრძელდა. ყოველი გასული წუთით რუსეთის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რესურსი სულ უფრო და უფრო იკარგებოდა. 4 სახანძრო ბრიგადა და სამაშველო ჯგუფები დასჭირდა, რომ საბოლოოდ აეღოთ კონტროლი და კიდევ უფრო მეტი პერსონალი ჩაეკროთ ცეცხლი. მაგრამ იმ დროისთვის ზიანი უკვე მიყენებული იყო და კიდევ უფრო მეტი ზიანი იყო მოსალოდნელი. 21 მარტი. ლიბინსკის თავდასხმიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ უკრაინის დრონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს დარტყმა. ამჯერად მათი დრონები შენიშნეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თავზე, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში, სარატოვის რეგიონში. სახელმწიფო კომპანია როსნეფტის საკუთრებაში და მართვაში მყოფი ეს ქარხანა ერთ-ერთი უძველესია რუსეთში, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ის განსაკუთრებულად დიდია და ნავთობის გადამუშავების მოცულობა დაახლოებით 4,8 მილიონ ტონას შეადგენს.
ეს რუსული ნავთობის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და შეუძლია აწარმოოს 20-ზე მეტი სახეობის საწვავი და ქიმიური პროდუქტი, მათ შორის ბენზინი, დიზელი და მაზუთი. ის ასევე აწარმოებს ვაკუუმურ გაზოილსა და ტექნიკურ გოგირდს, კიდევ ორ მნიშვნელოვან ინგრედიენტს, რომლებიც რუსეთის სამრეწველო კომპლექსებსა და სამხედრო მანქანებს ამუშავებს. არასაკვირველია, რომ ეს ადგილი უკრაინული ძალებისთვის თავიდანვე პრიორიტეტულ სამიზნედ იქცა. ომის დაწყებიდან მასზე უკვე 12-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. და 21 მარტის დარტყმა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყო. რამაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აიძულა, სრულად შეეწყვიტა ოპერაციები. ასტრას ტელეგრამ არხის მიხედვით, რომელმაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნო, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ნავთობის მეორადი გადამამუშავებელი დანადგარი და დიდი ვერტიკალური საცავი აუზი. დიზელის საწვავის აუზი, რომლის ტევადობაც შთამბეჭდავი 10,000 ტონაა, ასევე დაიწვა, რის შედეგადაც ხანძარი გავრცელდა მინიმუმ 4,300 კვადრატულ ფუტზე, ანუ 400 კვადრატულ მეტრზე. გარდა ამისა, დრონების ნამსხვრევები დაეცა ახლომდებარე თბო ელექტროსადგურსაც და დამატებითი ზიანი მიაყენა. ეს ყველაფერი უკრაინის მსოფლიოში წამყვანი დრონების საბრძოლო ჯგუფების მძიმე შრომისა და ფრთხილი მომზადების შედეგი იყო. მათ შორის პირველი ცალკეული ცენტრის 414 მაჯარის ფრინველების ბრიგადის და 413 რეიდის პოლკის, რომლებიც სხვა უკრაინული თავდაცვის ძალების ჯგუფებთან ერთად მოქმედებდნენ. როსნეფტის ობიექტები, როგორიცაა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, იმდენად ხშირად და ძლიერად დაზიანდა, რომ კომპანია სასოწარკვეთით ეძებს მათ დასაცავად ახალ გზებს. მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეს, არაფერი გამოსდის. როგორც ჩანს, უკრაინის დრონებს ვერაფერი აჩერებს, რომლებიც თითქოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეიძლება დაარტყან. მათ შორის ისეთ ადგილებში, რომლებიც ასობით მილის სიღრმეშია რუსეთის ტერიტორიაზე და თეორიულად უსაფრთხოდ უნდა იყოს მიჩნეული. და ყველაზე ცუდი, რუსეთს ჯერ კიდევ წინ ჰქონდა, რადგან 2026 წლის მარტის ბოლო კვირებში კიდევ რამდენიმე დარტყმა იყო მოსალოდნელი. ისინი კიდევ უფრო მასშტაბური და დამანგრეველი იყო, ვიდრე მანამდე მომხდარი დარტყმები, რის შედეგადაც ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა საუკეთესო დროა. მარტის ბოლოსთვის რუსეთი ძლიერ იყო შერხეული. არამხოლოდ მისი სახმელეთო ძალები განაგრძობდნენ სერიოზული წინსვლის მიღწევაში წარუმატებლობას, როცა ერთ-ერთი შეტევითი ჯგუფი მეორის შემდეგ უკრაინის დამცველების მიერ ნადგურდებოდა, არამედ მისი ნავთობის ინფრასტრუქტურაც რამდენიმე დამანგრეველი დარტყმის მსხვერპლი გახდა კიევის დრონების წყალობით. შემდეგ მოხდა თავდასხმა პრიმორსკის ნავთობის ტერმინალზე. ლენინგრადის რეგიონში მდებარე რუსეთისა და ფინეთის საზღვართან ახლოს, პრიმორსკი არის მეორე ყველაზე დიდი რუსული ბალტიის პორტი სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. ეს არის უზომოდ მნიშვნელოვანი ადგილი რუსეთის ნავთობის ექსპორტისთვის ბალტიის ზღვის გავლით, სადაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი გადის. ეს ასევე ბალტიის მილსადენის სისტემის საბოლოო წერტილია. ასევე ცენტრალური წერტილი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გადაზიდვებისთვის. ამ კერძო საკუთრებაში მყოფი ტანკერებიდან ბევრი რეგულარულად შედის და გამოდის პრიმორსკის პორტში. ურალის ნავთობს ოფიციალური არხების მიღმა ექსპორტირებს და კრემლისთვის არალეგალურ, მაგრამ მომგებიან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მაშინაც კი თუ ასეთი კრიტიკული ადგილის მცირე დაზიანება მოხდება, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსეთის ენერგორესურსების გადაზიდვებსა და მინდებარე ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ უკრაინას მცირე დაზიანება არ აინტერესებდა. მას სურდა პორტისთვის ცეცხლი წაეკი და რაც შეიძლება დიდი არეულობა და განადგურება გამოეწვია. ამიტომ 23 მარტის ღამით კიევის ძალებმა მასშტაბური დრონების შეტევა წამოიწყეს და მრავალი დრონი პრიმორსკისკენ გაემართა. ეს იყო უფრო დიდი შეტევის ნაწილი, რომლის დროსაც გავრცელებული ინფორმაციით რუსმა ოფიციალურმა პირებმა დაახლოებით 250 დრონი ჩამოაგდეს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ლენინგრადში, კურსკში, მოსკოვში და ბილგარეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე რუსული საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა, უკრაინის რამდენიმე დრონმა მაინც შეძლო სამიზნეებთან მისვლა და ნავთობის ექსპორტის დიდ ჰაბში ხანძარი გამოიწვია. პერსონალი სწრაფად ევაკუირდა და ოპერაციები შეჩერდა, რადგან ხანძარი გავრცელდა. ზიანი მიადგა როგორც რეზერვუარების პარკს, ასევე ნავთობის გადატვირთვის ინფრასტრუქტურას. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა, რომ დრონმა საწვავის საცავას დააწწავავს დაარტყა, რის შედეგადაც ხანძარი დაიწყო. ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადები ადგილზე გაიგზავნა, თუმცა მათ გაუჭირდათ ცეცხლის ლოკალიზება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩანს ობიექტიდან ამოსული სქელი, შავი, კვამლის სვეტები თავდასხმის შემდეგ. სატელიტურმა სურათებმაც დაადასტურა, რომ მინიმუმ 4 სხვადასხვა საწვავის აუზი იყო ცეცხლში გახვეული და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტმა საბოლოოდ შეძლო მუშაობის განახლება, ის ამას მნიშვნელოვნად შემცირებული სიმძლავრით ახერხებდა.
25 მარტს დრონები კვლავ გამოჩნდნენ და კიდევ ერთ რუსულ ნავთობპორტს უცლუგას ცეცხლი წაუკიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 620 მილის, ანუ 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, კიევის საოცარმა დრონების გუნდებმა შეძლეს თავიანთი უპილოტო საფრენი აპარატები წარმატებით გაეგზავნათ რუსეთის ლენინგრადის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის ამბაზამდე. გუბერნატორი დროზდენკო კიდევ ერთხელ იძულებული გახდა ცუდი ამბავი ეცნობებინა და რუს საზოგადოებას უთხრა, რომ მეხანძრეები კიდევ ერთ ხანძართან საბრძოლველად გამოიძახეს. დროზდენკომ ასევე სცადა თავდასხმის შედეგების შემცირება, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ცნობებმა და ინტერნეტში ატვირთულმა ფოტოებმა სრულიად სხვა სურათი აჩვენა. ადგილობრივები მინიმუმ 10 აფეთქებას ითვლიდნენ ამ რაიონში. ადგილობრივებმა ასევე ისაუბრეს უზარმაზარ ნათელ ცეცხლზე, რომელიც ღამის ცას ანათებდა, ხოლო განთიადისას ჰაერში შავი კვამლის სვეტი იდგა. კიდევ ერთხელ ეს თავდასხმა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ობიექტზე იყო მიმართული. ამბობენ, რომ უცლუგას პორტს ყოველდღიურად დაახლოებით 700,000 ბარელი ნავთობის გატარება შეუძლია. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოო ობიექტია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 45 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ გაზს ამუშავებს და აწარმოებს დაახლოებით 30 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ გაზს, ანუ LNG-ს, ასევე მილიონობით ტონა ეთანსა და თხევად ნავთობის გაზს, ანუ LPG-ს. რადგან ეს ესეთი მნიშვნელოვანი ადგილია, უკრაინამ მასზე რამდენჯერმე მიიტანა იერიში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პირველი სერიოზული იერიში ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში განხორციელდა, ხოლო მეორე თავდასხმა 2025 წლის აგვისტოში მოხდა. 2026 წლის მარტის იერიში ამ გაჭირვებული ობიექტისთვის მხოლოდ ბოლო დამანგრეველი დარტყმაა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით. მთელი ტერმინალი, რომელიც ასევე ექსპორტზე სხვა საქონელსაც, ქვანახშირს, მარცვლეულს და სასუქს უშვებს, მთლიანად უნდა დაებლოკათ და დაეხურათ, სანამ მეხანძრეები ხანძარს ებრძოდნენ. შემდეგ დღეებში ოფიციალური პირები ცდილობდნენ პორტის აღდგენასა და ამუშავებას და შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო გავიდეს, სანამ ის ოპერირების მაქსიმალურ სიმძლავრეს მიუახლოვდება. და ლენინგრადის რეგიონის ნავთობის კოშმარი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. 26 მარტის ღამეს კიდევ ერთი მასშტაბური დრონების შეტევა მოხდა. ამჯერად უკრაინის დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან, კირიშის ნავთობქიმიურ სინთეზთან, ანუ კინევთან, რომელიც სანქტ-პეტერბურგთან, რუსეთის მეორე უდიდეს ქალაქთან ახლოს მდებარეობს, შეიკრიბნენ. რუსეთის კიდევ ერთ წამყვან გაზის კომპანიას რომ ეკუთვნის, ეს ქარხანა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავებას ახერხებს, რაც მას მთელ ქვეყანაში გადამუშავების მოცულობით მეორე უდიდეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნად აქცევს. ის აწარმოებს საწვავისა და ნავთობქიმიური პროდუქტების კოლოსალურ რაოდენობას, რომლებიც როგორც რუსეთის შიგნით გამოიყენება, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორებთან იგზავნება. 26 მარტს 20-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა დაარტყა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ამ ადგილას და მის მიმდებარედ, რის გამოც რეგიონულ გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს კიდევ ერთხელ მოუწია მიკროფონთან გამოსვლა და მომხდარის შესახებ მოხსენება. როგორც რუსი გუბერნატორები ხშირად აკეთებენ ასეთ შემთხვევებში, დროზდენკომ სცადა ყურადღება დადებით მხარეებზე გაემახვილებინა. აღნიშნა, რომ ამ რაიონში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით მოიგერიეს სხვადასხვა უკრაინული დრონი და დაამატა, რომ მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. თუმცა მან აღიარა, რომ დაუსახელებელ სამრეწველო ზონას გარკვეული ზიანი მიადგა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იმავე ღამეს დაახლოებით 125 უკრაინული ფიქსირებული ფრთისმქონე დრონის ჩამოგდებით დაიქვეხნა, ქვეყანას ასევე მოუწია ფრენების შეჩერება მის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს აეროპორტში, მათ შორის მოსკოვის შერემეტიევოსა და სანქტ-პეტერბურგის პულკოვოში. ესეთი თავდასხმები არ შეწყდება. სინამდვილეში, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, ისინი უფრო ინტენსიური და დამანგრეველი გახდება. რადგან ომის პირველ დღეებში უკრაინას ბევრად უფრო მეტად უწევდა საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე და რუსეთის შეტევების მოგერიებაზე კონცენტრირება. მას არ ჰქონდა დრო ან რესურსი, რომ კონტრშეტევებისთვის დაეთმო და არც ის საშუალებები გააჩნდა, რაც სიღრმისეულ ზუსტ დარტყმებს მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგალითად დრონები და რაკეტები. ეხლა კი ეს სულ სხვა ამბავია. უკრაინამ სასწაულები მოახდინა, როდესაც თავდაცვის შიდა ინდუსტრია ნულიდან ააშენა. ასობით ახალი კომპანია გამოჩნდა და საქმე შეუდგა. ახალი შორმანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა, რომლებიც საკმარისად გამძლეა, რომ რუსული ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. ქვეყნის თავდაცვის ძალები ასევე გაცილებით გამოცდილი გახდა ფრონტის ხაზზე რუსული შეტევების მოგერიებაში. აღმოაჩინეს და აითვისეს ეფექტური ტაქტიკები, როგორიცაა ბასეინის სისხლდენის სტრატეგია, როდესაც რუსული დანაყოფები ნამდვილი სასიკვდილო ხაფანგებში იტყუებიან და შემდეგ გარშემო მდებარე ტერიტორიებიდან დრონებისა და არტილერიის ცეცხლით იშლებიან. ამან თავის მხრივ საბოლოოდ მისცა უკრაინის სამხედროებს შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ აქა-იქ მიეყენებინათ საპასუხო დარტყმები რუსეთზე, არამედ წამოეწყოთ კონცენტრირებული, коორდინირებული ღრმა დარტყმების კამპანია კრემლის ყველაზე ღირებული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
მილსადენები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ტანკერები, პორტები და სხვა ობიექტები სისტემატურად იძებნება, მიზანში იღებენ და აფეთქებენ. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ცეცხლის ძალა, რომ ეს ობიექტები მთლიანად გაანადგუროს, ნებისმიერი ზიანი, რამდენადაც მცირე არ უნდა იყოს, მაინც ჯამში გროვდება. ყოველი დრონი თავის როლს ასრულებს. ყოველი დიდ დარტყმა მნიშვნელოვანია და ყოველი ხანძარი და აფეთქება რუსეთისთვის ზარალსა და დანაკარგს იწვევს, რაზეც მათ უნდა იდარტონ. და ყოველ ჯერზე, როცა ამ მსხვილ ობიექტებს რომელიმეს დაარტყამენ, თითქმის ყოველთვის საჭიროა მისი დროებით გათიშვა, სანამ პერსონალს ევაკუაციას ჩაუტარებენ, ხანძარს ჩააქრობენ და დაზიანებულ ადგილებს შეამოწმებენ და შეაკეთებენ. ესეთი დიდი ობიექტებისთვის, თუნდაც რამდენიმე საათიანი გაჩერება მილიონობით დოლარის ზარალს იწვევს. ამიტომ, როდესაც უკრაინას შეუძლია რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რამდენიმე დღით გამოირთოს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ეს პუტინს და მის კრემლის თანამოაზრეებს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ურტყამს, მათ საფულეებში. ამ თავდასხმებიდან თითოეული აზიანებს რუსეთის ეკონომიკას და კიდევ უფრო ართულებს მათთვის საჭირო თანხების მოპოვებას, რათა ომი გააგრძელონ. და რადგან ქვეყანას უკვე გაწვევის პრობლემა აქვს, უფრო მეტ მსხვერპლს იღებს, ვიდრე შეუძლია გაუნკლეს. შეუძლია გაუნკლავდეს, თანაც ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებებს ფრონტზე, პუტინის მდგომარეობა სულ უფრო მძიმე ხდება. ის ჩაჩენილია ომში, რომლის მოგების შანსიც არ აქვს მოწინააღმდეგესთან, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება. მისი ქვეყნის ეკონომიკა განადგურებულია. მისი ბევრი მოკავშირე თითქმის მიატოვა. საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს მისი ხალხის იზოლირებას და მის ოლიგარქებს სჯის. და ერთადერთი გადარჩენის გზა, რომელსაც ასე სასუტარკვეთილად ეჭიდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, მისი აყვავებული ნავთობის ინდუსტრია ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია ისტორიაში. უკრაინისთვის კი ნავთობის ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების ტაქტიკა უდაოდ ამართლებს. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის განადგურება არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა ამ ომის დასასრულებლად. და მონაცემები ამტკიცებს, რომ ის მართალია. თუ უკრაინა შეძლებს მსგავსი თავდასხმების გაგრძელებას, ან კიდევ უფრო გააძლიერებს მათ დამატებითი დრონებით, ან თუნდაც სარაკეტო დარტყმებით, პუტინს სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები, ან უყუროს როგორ იწვის მთელი მისი ქვეყანა. ბოლო კვირებში უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით მის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. შტამბეჭდავი კადრები აპოკალიფსური ხანძრების შესახებ, რომლებიც გამოიწვია ნავთობის პორტებზე დარტყმებმა პრიმორსკსა და უცლუგაში, ლენინგრადის ოლქში, საერთაშორისო მედიის სათაურებში მოხდა. სატელიტურმა კადრებმა მოგვიანებით დაადასტურა სერიოზული დაზიანებები ორივე ლოკაციაზე. ეს დარტყმები სერიოზული დარტყმა იყო რუსეთის საომარი მანქანისთვის. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დარტყმა ნიშნავს მის სამხედრო ძალაზე დარტყმას იქ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა, საფულეში. გარდა პრიმორსკისა და უცლუგას დარტყმებისა, უკრაინამ ასევე განახორციელა დამატებითი დარტყმები კიდევ ორ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. კირიში ნეფტიორგსინთეზი, ან მოკლედ კინევი, რომელიც მდებარეობს ქალაქ კირიშიში, ლენინგრადის ოლქში და იაროსლავ ნეფტიორგსინთეზი, ანუ იანოსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ იაროსლავში, იმავე სახელწოდების ოლქში. ეს თავდასხმები შეიძლება რუსული სამხედრო ძალების გაჩერების მიზეზი გახდეს, მაგრამ სრულიად მექანიკური და არა ფინანსური მიზეზების გამო. აი, რას დაარტყა უკრაინამ და რატომ არის ეს დარტყმები ასეთი სერიოზული დარტყმა კრემლისთვის? კირიშის ნეფტიორგსინთეზისა და იაროსლავლის ნეფტიორგსინთეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ორივე დაახლოებით 430-დან 435 მილის დაშორებით მდებარეობს უკრაინის უახლოეს საზღვრამდე. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ არის. რუსეთს სულ მცირე 50 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, რაც აჩვენებს, რამდენად მასშტაბურია ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია. კინევი ითვლება მეორე უდიდესად, ხოლო იანოსი მეოთხედ. ამ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შესაბამისად დღეში დაახლოებით 380,000 და 300,000 ბარელი ნავთობის წარმოება შეუძლია. რუსეთის საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრე შეფასებულია დაახლოებით 6,5-დან 6,6 მილიონ ბარელამდე დღეში. ასე რომ, როდესაც ეს ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას წყვეტს, რუსეთი ყოველდღიურად კარგავს თავისი საერთო გადამამუშავებელი სიმძლავრის 10%-ზე ოდნავ მეტს. ეს ძალიან ბევრია. მას შემდეგ, რაც უკრაინამ ამ ობიექტებზე დარტყმები მიაყენა მარტის ბოლოს, ორივე ობიექტი, როგორც ჩანს, სრულად გათიშულია. უკვე თითქმის ერთი კვირაა, რომ საერთოდ არ აქვს წარმოება და ოპერაციების აღდგენის ვადაც უცნობია. ამასთან ერთად, ახლომდებარე პრიმორსკისა და უცლუგას ნავთობის ექსპორტის ჰაბებზე დარტყმების შედეგად, რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან უზარმაზარ შემოსავალს კარგავს. და ეს ყველაფერი ყველაზე ცუდ დროს ხდება.
სოფლიო მასშტაბით ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება, მას შემდეგ რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა. აშეთეშუსსა და ისრაელის თავდასხმებზე პასუხად. სოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით 20% ამ სრუტეებით გადის და მათი დახურვა, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება, ზოგმა ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე დიდ შოკად მოიხსენია. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ აშშ-მ დროებით მოხსნა სანქციები რუსეთისა და თუნდაც ირანის ნავთობის ექსპორტზე, რათა შეეცადა ამ დეფიციტის შევსებას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღტაცებული იყო იმ პერსპექტივით, რომ რუსულ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდებოდა დეფიციტის ფონზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ფასი 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი იქნებოდა, ვიდრე ადრე იღებდნენ. მაგრამ პირიქით ხდება. ამჟამინდელი ფასებით ის ყოველდღიურად კარგავს 50-დან 100 მილიონ დოლარამდე ამ ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და იმ ჰაბებზე ერთობლივი იერიშების შედეგად, რომლებიც მათ მიერ წარმოებულ ნავთობს აგზავნიან. ეს ნამდვილად მტკივნეულია, მაგრამ კინეევისა და იანოზზე ეს იერიშები კიდევ უფრო დიდ თავსატეხს უჩენს მას, რადგან ეს ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ სტანდარტულ საწვავის რამდენიმე სახეობას არ აწარმოებს. ისინი ასევე აწარმოებენ რუსეთის სპეციალიზებული სამრეწველო ზეთების უმეტეს ნაწილს, მათ შორის იმ ზეთებს, რომლებიც სამხედრო ძალების მიერ ინტენსიურად გამოიყენება. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინა შეძლებს მათი სამუდამოდ გამორთვას, პუტინის საომარი მანქანა უფრო და უფრო გაჩერდება, თუ მთლიანად არ გაიჭედება. ტექნიკურად არსებობს მესამე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აწარმოებს იმ სამრეწველო ზეთებს, რაც რუსეთის სამხედრო ძალებს სჭირდება მოძრაობისთვის. ეს არის ლუკოილის ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ვოლგოგრადში. დღეში 280,000-დან 300,000 ბარელამდე წარმოებით, რაც რუსეთის ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის დაახლოებით 5% შეადგენს. ეს არის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში. თუმცა ეს ქარხანაც არაერთხელ დაბომბა უკრაინამ. უკრაინამ ქარხანას 9 დარტყმა მიაყენა. ბოლო დარტყმა, რომელიც 11 თებერვლის საღამოს მოხდა, დააზიანა ნავთობის ძირითადი დისტილაციის დანადგარი, რომელიც ქარხნის სიმძლავრის დაახლოებით 40% შეადგენს, რის გამოც ოპერაციები სრულად შეჩერდა. მარტის ბოლოსთვის ობიექტი კვლავ გათიშულია და აღდგენის ვადები არ გამოცხადებულა. ასე რომ პუტინს იქიდან დიდი შვება არ აქვს. ვოლგოგრადის ქარხანა სპეციალიზებულია ხმა გადამუშავებაში და აწარმოებს სტანდარტულ დიზელის საწვავსა და ბენზინს, ასევე სპეციალურ საწვავებს, როგორიცაა საავიაციო ნავთი, საწვავის ზეთი, ბიტუმი და საფოხი მასალები. და ამ საწვავებიდან ბევრი კრიტიკულია რუსეთის სამხედრო ძალებისთვის. ავიაციის საწვავის გარეშე გამანადგურებლებსა და სტრატეგიულ ბომბდამშენებს ჰაერში ვერ შეინარჩუნებ. ვერ შეინარჩუნებ ჯავშან ტექნიკას, მოძრავ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საარტილერიო დანადგარებს მოქმედებაში, თუ მათთვის აუცილებელი საფოხი მასალები არ გექნება, მათი მრავალი მნიშვნელოვანი მოძრავი ნაწილისთვის. პუტინისთვის ეს არა მხოლოდ ორმაგი, არამედ სამმაგი პრობლემაა. როგორც ქვეყნის მეორე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, კინევი დაახლოებით 80 სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი, ავიაციის საწვავი, საწვავის ზეთები, ნავთობის ბიტუმი, თხევადი ნავთობის გაზი, ნავთობის არომატული ნაერთები და გამხსნელები, ნავთობის პარაფინი, გოგირდმჟავა, გოგირდი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ქარხანა ასევე აწარმოებს პრაქტიკულად ყველა სახის ავიაციის საწვავს, როგორც სამოქალაქო, ასევე საბრძოლო ავიაციისთვის. ეს მოიცავს TS1, T1, T1S, T2 და RT ტიპის ავიაციის საწვავებს. ყველაზე ხშირად გამოყენებული არის TS1, რომელიც მიიჩნევა რომელიც მიიჩნევა დასავლურ Jet A1-თან შედარებით ანალოგიურად. ეს არის სტანდარტული კეროსინის ტიპის რეაქტიული საწვავი, რომელიც გამოიყენება უმეტეს რუსულ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებში. ის ცნობილია გაუმჯობესებული მუშაობით ცივ ამინდში, რადგან აქვს ძალიან დაბალი გაკინვის წერტილი, -58 გრადუსი ფარენჰაიტით. RT, რომელსაც ზოგჯერ PT-საც უწოდებენ, რადგან ასე იწერება კირილიცაში. TS1-ის უმაღლესი ხარისხია. მას ხშირად აღწერენ როგორც ერთიან რუსულ საწვავს ქვებგერითი და ზებგერითი თვითმფრინავებისთვის. RT არის ჰიდროგამუშავებული პროდუქტი, რომელსაც უფრო მაღალი ხარისხის მახასიათებლები აქვს და მას იყენებენ ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავები, როგორიცაა Su-30 მისიებისთვის, სადაც საწვავი შეიძლება გაცხელდეს. ამიტომ ყოველი დღე, როცა კინევი არ მუშაობს, რუსეთის საჰაერო ძალებს აკლებს იმ კრიტიკულ საწვიკულ საწვავს, რომელიც საჭიროა მათი გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების ჰაერში შესანარჩუნებლად. უცნობია რა რაოდენობის რეზერვები აქვს რუსეთს ამ სპეციალიზებულ საწვავებზე, მაგრამ უკრაინაში ოპერაციების ტემპი მიუთითებს, რომ ისინი დიდხანს არ გაგრძელდება. მაგრამ პუტინის პრობლემები მუდმივად უმოქმედო, კინევიდან მხოლოდ საავიაციო საწვავით არ სრულდება. კინევი ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც პირდაპირ არის იდენტიფიცირებული როგორც F5 და F12 საზღვაო საწვავის მწარმოებელი რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის. ეს საწვავები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი დიდი საზღვაო ხომალდების მოძრაობისთვის, როგორიცაა ორთქლიცრავიანი ავიამზიდი, ადმირალ კუზნეცოვი და პროექტი 956-ის წევრი, მიუნე კლასის გამანადგურებლები. მიუხედავად იმისა, რომ კინევი შეიძლება უფრო დიდი ქარხანა იყოს და 26%-ით მეტი წარმოება ჰქონდეს ვიდრე იანოს, უკრაინის დარტყმები იანოსზე სავარაუდოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის სამხედრო ძალებისთვის.
იანოსი სტრატეგიული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის ცენტრალურ ფედერალურ ოლქს, მოსკოვს და უზრუნველყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს. მაგრამ ის ასევე რუსეთის წამყვანი მწარმოებელია სპეციალიზებული ზეთებისა და საფოხი მასალების, ძლიურად 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრით. მისი ძირითადი პროდუქცია მოიცავს საავტომობილო ბენზინებს, დიზელის საწვავს, ავიაციის საწვავს, გამათბობელ საწვავ ზეთს, გზის, სახურავისა და სამშენებლო ბიტუმებს, პარაფინის, ცვილის პროდუქტებს, არომატულ ნახშირ წყალბადებს, ასევე საბაზისო, კომპრესორის, გადაცემათა და სამრეწველო ზეთებს. კერძოდ, იანოსი არის ერთადერთი მწარმოებელი სპეციალიზებული არქტიკული დიზელის საწვავისა, რომელიც შემუშავებულია უნიკალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ. ეფექტურია -85 ფარენჰაიტამდე ტემპერატურაზე. საწვავი აღწევს უკიდურესად დაბალ ტემპერატურულ მუშაობას დანამატების გარეშე. ის ამის ნაცვლად ეკრდნობა მოწინავე გადამუშავების პროცესებს, როგორიცაა იოსოდე ვაქსინგი, რათა უზრუნველყოს მუშაობა არქტიკულ და ანტარქტიკულ პირობებში. გარდა ამისა, იანოსში წარმოებული ტურბინის, სამრეწველო, კომპრესორისა და გადაცემათა ზეთები და საფოხი მასალები ფართოდ გამოიყენება სამხედრო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკაში. ასევე საბაზისო ზეთები, რომლებიც გამოიყენება სპეციალური თვისებების მქონე საფოხი მასალებისა და ზეთების შემდგომი წარმოებისთვის. კერძოდ, იანოსი აწარმოებს ზეთებსა და საფოხ მასალებს T-90M, T-72B3M და T-72 ტანკების ძრავებისა და გადაცემათა კოლოფებისთვის. რუსული ჯავშან ტექნიკისა და ჯავშან მანქანების სრული ხაზი, სტრატეგიული სარაკეტო სისტემების გადასატანი, მძიმე მრავალღერძიანი პლატფორმები, სტრატეგიული სარაკეტო ძალების სატრანსპორტო დამტვირთავი მანქანები, მძიმე კამაზის სატვირთოები, საინჟინრო ტექნიკა და სპეციალური სამხედრო აღჭურვილობა. მაგრამ ეს ამით ამთავრდება. იანოსი ასევე აწარმოებს ზეთებს T-80U BVM ტანკებისთვის, რომლებიც აღჭურვილია გაზტურბინული აგრეგატებით. ასევე ბუქის, თორის და პანცირის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების, ჰიდრავლიკური სისტემებისა და ანძრავებისთვის. ასევე ზეთებსა და საფოხ მასალებს რუსული ფლოტის ხომალდებზე არსებული გაზტურბინული აგრეგატებისთვის. ქარხანა ასევე აწარმოებს გადაცემათა კოლოფის ზეთებს MI და KA სერიის საბრძოლო ვერტმფრენებისთვის. ასევე 295 MS სტრატეგიული ბომბდამშენის ტურბოპროპული ძრავებისა და გადაცემათა კოლოფებისთვის. კლავაც გაურკვეველია, რამდენად დიდია რუსეთის მარაგები ამ კრიტიკული ზეთებისა და საფოხი მასალების, თუ საერთოდ გააჩნია. მაგრამ ერთი რამ ცხადია. ყოველი დღე, როცა იანოსი პარალიზებულია, სრდის ალბათობას, რომ ოპერაციების სრულ სპექტრში რუსეთის სამხედრო მანქანის ძირითადი კომპონენტები უბრალოდ გაიჭედება. თუ რუსული ტანკები უკვე ბევრად უარესად მუშაობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, წარმოიდგინეთ ისინი უპოხავი ძრავებით. როგორც ბოლო უკრაინულმა დარტყმებმა დაამტკიცა, რუსეთის საჰაერო თავდაცვა უკვე ჭრიალებს უკრაინის დარტყმების მზარდი ინტენსივობის ფონზე. წარმოიდგინეთ, რამდენად დაუცველები იქნებოდნენ, რომ ვერ შეძლონ ისეთი სისტემების, როგორიცაა პანცირი, ადგილზე გადაყვანა დარტყმების მოსაგერიებლად. საბედნიეროდ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ჯერ ბირთვულ ფაზაში არ გადასულა. ამიტომ ჩვენ ჯერ არ გვინახავს მოქმედებაში RS-24 IRS-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა. მაგრამ თუნდაც ასე მოხდეს, პლატოფორმერო იგივე KAMAS 7850 გადამზიდების ოჯახი მწყობრიდან ყოფნისას რუსეთის შესაძლებლობა გამოიყენოს IRS მნიშვნელოვნად შეიზღუდება. პლატოფორმერ OS 12X, -12 და 16X-16 ვერსიები გამოიყენება, როგორც ტრანსპორტირებელი დამყენებელი გამშვები მოწყობილობები, ანუ ტელები, RS-24 IRS-ისთვის. ეხლა, თუ თქვენ მოგბეზვდათ ერთი და იგივე ამბების ყველა საინფორმაციო წყაროში ნახვა, სწორ ადგილას ხართ. აქ, სამხედრო შოუში, ჩვენ მხოლოდ სამხედრო სათაურებს არ უღრმავდებით, არამედ უხსნით, რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი. ასე რომ, დააჭირეთ გამოწერის რილაქს, რომ ყოველთვის იყოთ საქმის კურსში. ეხლა, იანოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხანგრძლივი დროით გამორთვა მხოლოდ რუსეთის ბირთვული ტრიადის სახმელეთო კომპონენტს კი არა, სხვებსაც აზიანებს. ტრიადის საჰაერო კომპონენტით საფრთხის ქვეშ ექცევა ყოველი იმ დღის განმავლობაში, როცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს. თუ 85-ს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ბომბდამშენია. დაახლოებით 87 ერთეული აქტიურ სამსახურშია, ხოლო კიდევ 13-მდე თვითმფრინავის საწყობში ინახება და სავარაუდოდ მხოლოდ სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენება. ფლოტი სერიოზულად დაზიანდა გასული წლის თამამი ოპერაცია ობობის ქსელი დროს. დაახლოებით 6-დან 8 Tu-85-ს განადგურდა და კიდევ ერთი სერიოზულად დაზიანდა იმ დარტყმების დროს, როდესაც ისინი ოლენიისა და ბელაიას ავიაბაზებზე იდგნენ. რუსეთს კიდევ მეტ დანაკარგს ვეღარ აიტანს. Tu-85-ს ატარებს ხასორი ბირთვულ ფრთოსა რაკეტას, 55 შორ მანძილზე მოქმედ ბირთვულ ფრთოსა რაკეტას და 15 მოკლე მანძილზე მოქმედ სახაერო გაშვების ბირთვულ რაკეტას. ის ასევე ატარებს და რეგულარულად აშინებს უკრაინას ჩვეულებრივი 101 ფრთოსანი რაკეტებით. მაგრამ ბომბდამშენი უნდა იყოს ჰაერში, რომ გაუშვას თავისი რაკეტები და ეს არ მოხდება თუ მის ტურბოპროპულს ძრავებსა და გადაცემათა კოლოფებს ეფექტურად ვერ დაუცხებენ ზეთს, რადგან რაფინერია, რომელიც საჭირო ზეთს აწარმოებს, უკვე კვამშია გახვეული.
ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, რამდენ ხანს დასჭირდება ორ მთავარ რაფინერიაში ოპერაციების აღდგენა, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი სამუდამოდ გამოივლთო. ეს უზარმაზარი ობიექტებია, სადაც იანოსი 809.1 ჰექტარზეა განთავსებული თავისი საწარმოო ინფრასტრუქტურით. ასე რომ რამდენიმე დარტყმა განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი დრონებით, რომლებიც შედარებით მცირე ტვირთს ატარებენ, უბრალოდ საკმარისი არ არის ასეთი დიდი ქარხნის გასანადგურებლად, რის გამოც უკრაინა ყურადღებას ამახვილებს რაოდენობაზე და არა აუცილებლად ხარისხზე. უკრაინა რეგულარულად აყენებს დარტყმებს ამ ობიექტებზე. ზიანი თანდათანობით გროვდება, ისევე როგორც იზრდება როგორც შეკეთების ხარჯები, ასევე დაკარგული შემოსავლები შეფერხებული წარმოების გამო. 28 მარტის დარტყმები იანოსზე. იაროსლავში ამ ობიექტზე მეორე მნიშვნელოვანი დარტყმაა. პირველი დარტყმა, რომელიც 2025 წლის 12 დეკემბერს მოხდა, დააზიანა AVT-4 დანადგარი, რომელიც მისი სიმძლავრის დაახლოებით მესამედს შეადგენს, ასევე ნავთობის ჩატვირთვის პლატფორმა. როგორც მარტის დარტყმების შემთხვევაში, ინდუსტრიის წყაროებმა დაადასტურეს წარმოების სრული შეჩერება დარტყმის შემდეგ, თუმცა მეორე დარტყმამდე წარმოების ნაწილი მაინც აღდგენილი იყო. ანალოგიურად 26 მარტს კინევზე გახორციელებულმა დარტყმამ გამოიწვია ხანძარი და დააზიანა ორი ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი, LU-AVT-4 და LU-AVT-6, რის გამოც კინევმა იძულებული გახდა შეეჩერებინა ყველა ოპერაცია. დაზიანდა ნავთობის ბიტუმენის საწარმოო ობიექტები, რომელიც ნედლი ნავთობის გადამუშავების ყველაზე მძიმე ნარჩენია. ასევე ძირითადი ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარები და გაზის ფრაქცირების დანადგარები, რომლებიც გამოიყენება მსუბუქი გაზების გასაყოფად ნავთობის გადამუშავების შემდეგ. ეს იყო მე-6 შემთხვევა, როცა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, ხოლო წინა დარტყმებიდან ზოგიერთი დადასტურდა. 8 მარტს, 14 სექტემბერს და 4 ოქტომბერს 2025 წელს. 2025 წლის 8 მარტს რუსმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი რუსულმა სახაერო თავდაცვის სისტემებმა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის თავზე ჩამოაგდეს. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს თქმით, დრონის ნამსხვრევებმა ერთ-ერთი საცავის გარე კონსტრუქცია დააზიანა. მან ანალოგიური შემთხვევა აღწერა 14 სექტემბრის თავდასხმის შემდეგაც. განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ კურიშის რაიონში 3 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ხანძარი გააჩინა. მისი თქმით, ხანძარი უკვე ჩამქრალია და მსხვერპლი არ არის. თუმცა როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმამ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი მთავარი გადამამუშავებელი დანადგარის მუშაობა შეაჩერა, რომელიც ქარხნის წარმოების თითქმის 40%-ზეა პასუხისმგებელი. როიტერსის წყაროების ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა დანადგარის ხუმელი და სხვა აღჭურვილობაც, რის გამოც წარმოება შეჩერდა. სარემონტო სამუშაოებს დაახლოებით 1 თვე დასჭირდებოდა, მაგრამ უკრაინა ამ უიღბლო ქარხანას ასე მარტივად არ შეეშვა. სულ 3 კვირის შემდეგ 4 ოქტომბერს ისინი ისევ დაბრუნდნენ. ამჯერად დროზდენკომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურიშის თავზე 7 დრონი ჩამოაგდეს. ნამსხვრევებმა კი ინდუსტრიულ ზონაში ხანძარი გამოიწვია, რომელიც შემდეგ უკვე ჩააქრეს. დრონების სამიზნე თითქმის უეჭველად კინევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა იყო, ხოლო მასიური ხანძრის კადრები მიუთითებს, რომ ქარხანა მართლაც დაზიანდა. იქნება ეს პირდაპირი დარტყმით თუ ნამსხვრევებით. ეხლა 2026 წლის მარტის იერიშებმა, როგორც ჩანს, ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ამ ობიექტს და არ ჩანს, რომ უკრაინას შეჩერების რაიმე განზრახვა ჰქონდეს. რატო უნდა შეჩერდეს? ეს ორი ობიექტი ვოლგოგრადის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსული სამხედრო მანქანის შეუფერხებლად მუშაობისთვის. ამ ობიექტებზე რეგულარული იერიშები ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას აწარმოოს სპეციალიზებული და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, რაც სრულიად აუცილებელია ომის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, უკრაინის იერიშები მხოლოდ ამ ობიექტებით არ შემოიფარგლება. ხოლოდ ბალტიის რეგიონში უკრაინამ კიდევ არაერთ ობიექტს მიაყენა დარტყმა, რამაც რუსული სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციები დაარღვია იმავე კვირაში, როცა განხორციელდა ბოლო კინევისა და იანოს იერიშები. პულკოვოს აეროპორტი, რომელიც რუსეთში სიდიდით მეორეა და სანქტ-პეტერბურგის მთავარი საერთაშორისო აეროპორტია, იძულებული გახდა მორიგი თავდასხმის დროს 26 მარტს კვლავ შეეჩერებინა ფრენები. წინა ღამეს 24-25 მარტი უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს ნოვოტეკის გაზის გადამამუშავებელ კომპლექსს უსლუგის პორტში. დაზეც პასუხისგებლობა აიღეს როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებმა. ეს ოპერაცია მოხდა დრონით თავდასხმას პრიმორსკის ნავთობის ტერმინალზე 22-23 მარტს, სადაც სათვავის საცავი დაიცვა. უკრაინის ოფიციალური პირები ამ კოორდინირებულ თავდასხმებს აღწერენ როგორც რუსეთის ომის ძალისხმევისთვის შემოსავლის მომტანის საექსპორტო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დარტყმის გრძელვადიანი მცდელობის ნაწილს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის პროდუქტების გლობალურ მიწოდებას. რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმებს შესაბამისად კინეტიკური სანქციები შეარქვეს და ეს მართლაც მტკივნეულია.
რუსეთის ექსპორტის შეფერხება და საზოგადოებაში მოგზაურობის შეზღუდვებით გამოწვეული ქაოსი უდავოდ ზემოქმედებს რუსეთის ომის წარმოების უნარზე და ასევე მოსახლეობის ომის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე. მაგრამ დარტყმები იმ სამ მთავარ ობიექტზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას გამართულად ამუშავებს, კიდევ უფრო მტკივნეულია. დაზიანებულმა გადამამუშავებელმა დანადგარებმა, როგორიცაა პირველადი დისტილაცია და კატალიტიკური კრეკერები, შეამცირა სამხედრო დარო დანიშნულების საწვავის წარმოება. მხოლოდ 2026 წლის მარტში კინევზე განხორციელებულმა დარტყმამ რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრის 6%-ზე მეტი შეამცირა და ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის მომარაგება განუსაზღვრელი ვადით დაარღვია. მნიშვნელოვანია, რომ ამ დარტყმებმა ასევე დაარღვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომარაგება უკრაინის შიგნით, რაც ამცირებდა და ზოგ შემთხვევაში თითქოს აჩერებდა რუსეთის წარუმატებელ საგაზაფხულო შეტევას. ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა სხვა მრავალთან ერთად სხვადასხვა დროს რუსეთის გადამუშავების სიმძლავრის 15-დან 40%-მდე გამორთო. მოსკოვი იძულებული გახდა შეემცირებინა სათვავის ექსპორტი და რეზერვები გამოეყენებინა შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით სამხედრო ძალების საწვავით უზრუნველთ საყოფად. შემცირებული ნავთობის შემოსავალი აშკარად ართულებს პუტინის შესაძლებლობას დააფინანსოს ომი, მაგრამ ამავდროულად ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების ზრდას იწვევს, რაც საზოგადოებრივ უკმაყოფილებას აძლიერებს. და ეს რუსეთს აიძულებს თავდაცვაზე გადავიდეს. დარტყმებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რუსეთის შიგნით პუტინი აიძულა თავისი შედარებით შეზღუდული საჰაერო თავდაცვის რესურსები მათი დასაცავად გადაანაწილოს. რუსეთს კი მოუწია რეზერვისტების გამოძახება ამ სისტემების მოსამსახურებლად. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა ქვეყნის შიგნით ნიშნავს ნაკლებს ბრძოლის ველზე, რაც აშკარა უპირატესობაა უკრაინისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩება ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გათიშული, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა იმ ნაწილებზე, რომლებიც რუსეთის საომარი მანქანის მუშაობას უზრუნველყოფს. პუტინს უბრალოდ არ შეუძლია მუდმივად აგზავნოს ტანკები, ჯავშან მანქანები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვით მისი საჰაერო ძალებიც კი ბრძოლაში, თუ ის ნავთობი, რომელიც მათ მოძრაობასა და ზეთვას უზრუნველყოფს, ხელმისაწვდომი არ იქნება. რაც უფრო ხშირად დაარტყამს უკრაინა ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მით უფრო საფუძვლიანად ასუსტებს რუსეთის შესაძლებლობას გააგრძელოს ომი მის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, უკრაინისთვის ეს აშკარა გადაწყვეტილებაა, რომ გააგრძელოს მათზე დარტყმა, თუ მათი მოკავშირეები არ დაარწმუნებენ, რომ ასე არ მოიქცნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიანიშნა, რომ ზოგიერთმა პარტიორმა დაიწყო მასზე ზეწოლა, რათა უკრაინამ შეამციროს დარტყმების ინტენსივობა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მიზეზი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია რუსეთისადმი თანაგზნობასთან. ნავთობის მიწოდება მთელ მსოფლიოში იკლებს ჰორმუზის სრუტის ჩიხის გამო. უხალისოდ, დასავლეთის ქვეყნებს იძულებული გახდნენ დროებით დაუშვან რუსული ნავთობის დაბრუნება ბაზარზე, რათა შეინარჩუნონ სტაბილურობა გლობალურ ეკონომიკაში და არ დაუშვან ნავთობის ფასების კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა. უკრაინა შეიძლება იძულებული გახდეს დროებით შეაჩეროს შემდგომი დარტყმები და ეს მხოლოდ დიპლომატიური მიზეზებით არ იქნება განპირობებული. დროთა განმავლობაში ნავთობის გაზრდილი ფასები უდავოდ უკრაინასაც დაატყდება თავს, უკრაინასაც და დანარჩენ მსოფლიოსაც. მაგრამ თუ მიწოდების შოკი დიდხანს არ გაგრძელდება, შეგვიძლია სრულად ველოდოთ, რომ რუსულ ცას კიდევ მეტი ნავთობის ცეცხლოვანი ბურთები გაანათებს, განსაკუთრებით ამ სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებისთვის უმნიშვნელოვანესია. ანუ თუ ზელენსკი პირველ რიგში მოусმენს თავისი მოკავშირეების მოწოდებებს, რომ შეანელოს ეს დარტყმები, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, უკრაინას კიდევ ბევრი სხვა ხრიკი აქვს მარაგში. ნახეთ ეს ვიდეო გენიალურ ახალ სტრატეგიაზე, რომელმაც ასევე შეიძლება ომი უკრაინის სასარგებლოდ დაასრულოს.